არსებობს ძალაუფლების განსაკუთრებული სახეობა, რომელიც თავს ავლენს არა იმაში, რასაც ლიდერი აკეთებს, არამედ იმაში, რაც ლიდერს აღარ უწევს გაკეთება. ბოლო 10 წლეულის უმეტეს ნაწილში სი ძინპინი ამ ძალაუფლებას ავლენდა იმით, რომ ძირითადად შეწყვიტა უცხოეთში მოგზაურობა და სამყარო თავად მოდიოდა მასთან. უცხოელი ლიდერები პეკინში ჩადიოდნენ, მონაწილეობდნენ ცერემონიებში და შემდეგ ისევ შიმბრუნდებოდნენ. აზიის საზოგადოების მიერ შეგროვებული მონაცემების მიხედვით, სი ძინპინი 2013-დან 2019 წლამდე საშუალო წელიწადში დაახლოებით 14 ჯერ მოგზაურობდა საზღვარგარეთ, ხოლო 2022-დან 2025 წლამდე ეს რიცხვი დაახლოებით 6-მდე შეამცირა. 2020 წელს მან ქვეყანა მხოლოდ ერთხელ დატოვა. 2021 წელს კი საერთოდ არ გაუვლია საზღვარი, თითქოს და COVID-ის კრიზისის გამო. მაგრამ სიგნალი ერთმნიშვნელოვანი იყო. გეოპოლიტიკური მიზიდულობის ცენტრმა გადაინაცვლა და ახლა პეკინშია, სადაც ყველა დანარჩენს ელოდებიან. ამიტომ, როდესაც სი 2026 წლის ივნისის დასაწყისში თვითმფრინავში ჩაჯდა და პიონგიანგში გაფრინდა, ამ დანიშნულებამ საინფორმაციო სივრცე შეძრა. ეს იყო მისი პირველი ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში 7 წლის განმავლობაში და პირველი საზღვარგარეთული მოგზაურობა 10 წლის განმავლობაში. ეს იყო განსაცვიფრებელი ცვლილება. სი, ადამიანი, რომელიც სხვებს აიძულებს მასთან მივიდნენ, ამჯერად თავად წავიდა არავისთან სხვასთან, თუ არა, კიმ ჩენ ინთან. იმის გასაგებად თუ რატომ შეიძლება ლიდერი, რომელიც ასე ფრთხილად აკონტროლებს საკუთარ გადაადგილებას, შეიტყვონ რომ დახარჯოს ეს კაპიტალი და იმოგზაუროს დედამიწაზე, ყველაზე იზოლირებულ რეჟიმში უნდა მიუყვეთ გავლენის ჯაჭვს. და ეს ჯაჭვი არც პიონგიანგში იწყება და არც პეკინში, არამედ აღმოსავლეთ უკრაინის საარტილერიო ხაზებზე. დავიწყოთ იმ გალიით, რომელშიც კიმ ჩენ ინი ცხოვრობდა. 10 წლეულების განმავლობაში ჩრდილოეთ კორეა იყო კლასიკური უმცროსი პარტნიორი, ხოლო ჩინეთს ჰქონდა გასაღებები. პიონგიანგის სავაჭრო დამოკიდებულების შეფასებები ჩინეთზე განსხვავებულია, მაგრამ ყველა ერთსა და იმავე მიმართულებას მიუთითებს. ჩრდილოეთ კორეის ეროვნული კომიტეტი 2022 წლის შეფასებით მას 95%-მდე აყენებდა. სხვა მონაცემები, რომლებიც 2026 წელსაც იყო მოყვანილი, კვლავ 90%-ზე მაღლა აჩვენებდა. რაც არ უნდა იყოს ზუსტი მაჩვენებელი, ეს ნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეა სანქცირებული, იზოლირებული და ეკონომიკურად ერთ პარტნიორზე მიბმული იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ვაჭრობა ქვეყნის ეკონომიკის მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენდა, რადგან სანქციები აიჯულებდა მას, რაც შეიძლებოდა ყველაფერი შიდა რესურსებით ეწარმოებინა. მაგრამ ყველაფერს ვერ აწარმოებ და ჩრდილოეთ კორეას ნავთობის მარაგები არ აქვს. ამის ნაცვლად ბევრი რესურსი, რომელზეც ის იყო დამოკიდებული, ჩინეთიდან მოდიოდა. პეკინს ჩრდილოეთ კორეაზე 2 ბერკეტი ექნებოდა. იყო ეკონომიკური ბერკეტი, მარტივი ფაქტი. მაშინ რომ მას შეეძლო ენერგიის იმპორტისა და ვაჭრობის ნობის ნაკადის შეზღუდვა, რაზეც ჩრდილოეთ კორეა იყო დამოკიდებული. რაც ზღუდავდა ქვეყნის შესაძლებლობას, შეეტანა აუცილებელი საქონელი და გაეტანა თავისი პროდუქცია საზღვარგარეთ. და იყო დიპლომატიური ბერკეტიც, ბირთვული განიარაღების საგედაღების საკითხი, რომელსაც ჩინეთი შეეძლო აეწია ან დაეწია, როგორც თავისი არამორჩილი მეზობლის მართვისა და ვაშინგტონისთვის იმის ჩვენების საშუალება, რომ მას ჰქონდა გავლენა, რაზეც შეიძლებოდა ვაჭრობა. კიმს ზუსტად ერთი დასაყრდნობი ჰქონდა და ეს დასაყრდნობი პეკინს ეკუთვნოდა. ის რომ შევჩერდეთ და უფრო ახლოდან დავაკვირდეთ, რამდენად ფუჭი იყო ამ ყველაფრის უკან არსებული ეგრეთ წოდებული ალიანსი. რადგან ეს ხსნის, რატომ არ შეუძლია ჩინეთს უბრალოდ უგზანოს ფხენიანს, რომ დაემორჩილოს. ქარალზე ეს კავშირი ურყევად გამოიყურება. ვიღენებთ 1971 წლის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულება, რომლის 65 წლის თავით წელს აღინიშნება, ერთადერთი ოფიციალური სამხედრო ალიანსის ხელშეკრულებაა, რომელსაც ჩინეთი დღემდე საერთოდ ვინმესთან ინარჩუნებს. და ის შეიცავს პუნქტს, რომელიც ავალდებულებს თითოეულ მხარეს, თუ რომელიმე მათგანი თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდება, ერთმანეთს დაეხმარონ თავდაცვაში. მაგრამ რეალური ცხოვრება ბევრად უფრო ცივი იყო, ვიდრე დოკუმენტი მიუთითებს, რაც ხანგრძლივი ურთიერთდაეჭვებით გამოირჩეოდა. ასევე არსებობს სტრუქტურული წინააღმდეგობა, რომელიც ამ ურთიერთობაშია ჩადებული და რომელსაც ვერანაირი ხელშეკრულება ვერ დაფარავს. პეკინს ყოველთვის სურდა ჩრდილოეთ კორეა ყოფილიყო მორჩილი და სტაბილური, მართვადი ბუფერი და არა ისეთი ჩრდილოეთ კორეა, რომელიც რეალურად ძლიერია და არაპროგნოზირებადი მის საზღვარზე. ფხენიანს კი ყოველთვის სურდა უპირობო მხარდაჭერა ყოველგვარი პირობების გარეშე და ჩინეთის ჩარევას მის შიდა საქმეებში და IRR-ის პროგრამაში განიხილავდა როგორც რბილ ჩარევას, რომელსაც უნდა წინააღმდეგობა გაეწია. როგორც საერთაშორისო კრიზისების ჯგუფმა აღნიშნა, პეკინი დიდი ხანია ფრთხილობს ჩრდილოეთ კორეის სამხედრო გაძლიერებაში დახმარებას, რადგან სამხედრო თვალსაზრისით გაძლიერებული ფხენიანი უფრო არასტაბილურობის წყაროა ვიდრე აქტივი. და ეს ორი ხედვა ყოველთვის დაძაბულობაში იყო. უკრაინაში ომი კიმ ჩენ ინისთვის შესაძლებლობად იქცა, რომ ამ ხედვების საზღვრები გამოიცადა და ენახა, რამდენად აფასებს ჩინეთი ჩრდილოეთ კორეის თავის მხარეს ყოფნას. და ამის მიზეზი ის იყო, რომ რუსეთი ომში შევიდა სრული მოლოდინით, რომ მას იმდენი რესურსი არ დასჭირდებოდა, რამდენიც საბოლოოდ დასჭირდა. მაგრამ როგორც ძალიან კარგად იცით, უკრაინაში შეჭრა გადაიქცა გამოფიტვის საარტილერიო ომად, ისეთად, რომელიც ჭურვებს უფრო სწრაფად ხარჯავს, ვიდრე ომის დროინდელი ეკონომიკა მათ წარმოებას ასწრებს.
მოსკოვი აღმოჩნდა დეფიციტში და დაიწყო ამუნიციის ძებნა ყველგან, სადაც კი შეძლო. შემდეგი მოვლენების მასშტაბი შეიძლება გამოვიკვლიოთ ღია წყაროების მტკიცებულებებით. ღია წყაროების ცენტრმა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული კვლევითი ჯგუფია, Reuters-თან ერთად სატელიტური გამოსახულებების გამოყენებით დააკვირდა ამ მიწოდებებს, ხოლო Royal United Services ინსტიტუტმა შეაჯამა ეს მიგნებები. დაახლოებით 2023 წლის აგვისტოდან 2025 წლის გაზაფხულამდე რუსული დროშის ქვეშ მცურავმა მცირე ფლოტმა დაახლოებით 64 რეისი შეასრულა. რაჟინის ჩრდილოკორეული პორტიდან რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში დაახლოებით 15800 სატვირთო კონტეინერი გადაიტანა. შეფასებების მიხედვით, ამ კონტეინერებში სულ 4.2-დან 5.8 მილიონამდე საარტილერიო ჭურვია მოთავსებული. 2026 წლის დასაწყისისთვის ეს რიცხვი გასაოცარ 33000 კონტეინერამდე გაიზარდა და შეფასებით დაახლოებით 15.152 მილიმეტრიანი ჭურვი იყო. საგანგებოდ რომ აღნიშნოთ, დასავლეთსა და უკრაინის ოფიციალური პირების აზრით, რუსეთის ქარხნებმა 2024 წელს შიდა წარმოებით მაქსიმუმ 2.3 მილიონი ჭურვი გამოუშვეს. თუ ამას ომის ხანგრძლივობასა და შესაძლო წარმოებაზე გადავითანთ, ჩრდილოეთ კორეა შესაძლოა ამარაგებდა რუსეთის მიერ გასროლილი საბრძოლო მასალის დაახლოებით 40%-ს, ხოლო ზოგიერთი რუსული საარტილერიო დანაყოფი Reuters-ის მიერ განხილული დოკუმენტების მიხედვით იყენებდა 50-დან 100%-მდე ჩრდილოეთ კორეული წარმოების ჭურვებს. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი შეიძლება უკრაინაში მიმდინარე ომის ფონურ ხმაურად მოგოჩვენოს, ამ მიღწევის ინდუსტრიული მხარეა ის, რაც მას ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთს შორის ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანს ხდის. ჩრდილოეთ კორეას ჰქონდა სანქციებით გატანჯული თავდაცვის სექტორი, რომელსაც გარესამყარო ჟანგმოდებულ ცივი ომის ნარჩენად მიიჩნევდა. და მოულოდნელად მას ჰყავდა გარანტირებული გიგანტური დამკვეთი, პრაქტიკულად უსაზღვრო მოთხოვნილებით. შედეგად უკრაინაში ომი და ამით გამოწვეული საბრძოლო მასალის საჭიროება სტიმულის პროგრამად იქცა ჩრდილოეთ კორეის სამხედრო სამრეწველო ბაზისთვის. ეს იყო მიზეზი, რომ ჭურვების საწარმოო ხაზები სრული დატვირთვით ემუშავებინათ, ძველი ქარხნები განიახლებინათ, მუშები დაესაქმებინათ და რაც მთავარია, უცხოურ ვალუტაში მარაგი შეეგროვებინათ. ომი ასევე რეალური საბრძოლო გამოცდის ლაბორატორია. ყოველი სისტემა, რომელსაც ჩრდილოეთ კორეა აღმოსავლეთში აგზავნის და ყოველი ჯარისკაცი, რომელსაც ფრონტზე როტაციით აგზავნის, პრინციპში ბრუნდება ბრძოლის ველის გამოცდილებით, რომელსაც მშვიდობიან პერიოდში ვერანაირი ტესტირება ვერ ჩაანაცვლებს. აქ წარმოების მაჩვენებლები ექსპორტის მოცულობებიდან არის გამოთვლილი და არა უშუალოდ ჩრდილოეთ კორეაში გაზომილი, რომელიც კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე გაუმჭვირვალე სახელმწიფო დედამიწაზე. მაგრამ მიმართულება ნათელია. ომმა პიონგიანგის იარაღის ინდუსტრიას ის მოუტანა, რასაც ვერანაირი შიდა პოლიტიკა ვერ შეძლებდა. და თუ რეალურ საბრძოლო გამოცდაზე ვსაუბრობთ, არის კიდევ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების საკითხიც, რადგან ისინიც ამავე განახლების ნაწილია. ჩრდილოეთ კორეამ ჯარები საბრძოლო მოქმედებების ზონაში როტაციით შეყავდა, ხოლო გარე შეფასებებით ომის განმავლობაში დაახლოებით 14000-დან 15000-მდე ჯარისკაცი მონაწილეობდა. მათგან შეფასებით ჩრდილოეთ კორეამ სულ მცირე 6000 ჯარისკაცი დაკარგა, რაც შთამბეჭდავი რიცხვია. და ჩრდილოეთ კორეის ჯარების ყოფნა ერთ-ერთ ყველაზე ტექნოლოგიურად უზრუნველყოფილ ომში მუდმივად დაცინვის საგანი გახდა. მაგრამ იმ ძიმე შეგახსენების მიღმა, რომ ისინი წინა ხაზზე მსხვერპლად გამოიყენეს, ეს განლაგებები ჩრდილოეთ კორეისთვის იყო, როგორც წვრთნის საშუალება, ასევე გზა, რომ რეალურ დროში მიეღო ინფორმაცია, თუ როგორ მუშაობს სამხედრო ტაქტიკა 21 საუკუნეში. გაიხსენეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად გაყინულ კონფლიქტია სამხრეთ კორეასთან, ჩრდილოეთ კორეის არმია ომში 1950-იანი წლების შემდეგ არ ყოფილა და არ ჰქონდა რეალური საშუალება თანამედროვე არმიებთან ევარჯიშა. და ამ ყველაფრის შედეგად კიმმა ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა ფორმით მიიღო ანაზღაურება. პირველი იყო ნაღდი ფული და სეულიდან გავრცელებული ციფრები შთამბეჭდავია. სამხრეთ კორეის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ინსტიტუტმა, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებით მოქმედებს, შეაფასა, რომ მოსკოვმა ჩრდილოეთ კორეას ჯარების განლაგებისასა და იარაღის სანაცვლოდ შესაძლოა 14.4 მილიარდი დოლარი გადაუხადა. იგივე ანალიზი ასევე მიუთითებს, რომ ფხენიანმა ამ თანხიდან შესაძლოა მხოლოდ 580 მილიონიდან 1.5 მილიარდ დოლარამდე მიიღო რეალური საქონლის სახით, ხოლო დანარჩენი სავარაუდოდ სენსიტიური სამხედრო ტექნოლოგიების გაცვლას წარმოადგენს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ტექნოლოგიების გადაცემა შესაძლოა კომპენსაციის პაკეტის ნაწილი იყო და ეს შეიძლება ფულად თანხაზე უფრო მნიშვნელოვანი იყოს. გადაცემის ზუსტი შინაარსი ბუნდოვანია და ის, რაც ვრცელდება, უფრო ინფორმირებული ვარაუდია, ვიდრე დადასტურებული ფაქტი. მაგრამ კატეგორიები, რომლებზეც დამკვირვებლები მიუთითებენ, თანმიმდევრულია და მოიცავს თანამგზავრებისა და კოსმოსური გაშვების დახმარებას, ასევე საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერას. მესამე ვალუტა პირდაპირ უკავშირდება იმას, თუ რატომ შეიძლება ჩრდილოეთ კორეამ მოულოდნელად გაარღვიოს ჩინეთის მარწუხები. ეს არის ნავთობი. ომამდე ჩინეთი იყო ერთადერთი მომწოდებელი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ჩრდილოეთ კორეისთვის და მას მეგობრობის მილსადენით ამარაგებდა, რათა ჩრდილოეთ კორეას შეძლებოდა თავისი ერთადერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მუშაობა შიდა საჭიროებებისთვის.
მაგრამ გამოცემების ისტორიის და OCCRP-ის ერთობლივმა გამოძიებამ, რომლებიც კვლავ თანამშრომლობდნენ Open Source Center-თან, დაადგინა, რომ 2024 წელს რუსეთმა ფარულად გადაიტანა დაახლოებით 1.5 მილიონი ბარელი ნავთობპროდუქტი ჩრდილოეთ კორეაში, რაც დაახლოებით 3-ჯერ აღემატება გაეროს მიერ ხენიანისთვის დაწესებულ წლიურ ზღვარსვარს. ეს რაოდენობები უმნიშვნელო იყო რუსეთის ნავთობის ექსპორტთან და გადამუშავების შესაძლებლობებთან შედარებით, მაგრამ ეს ნიშნავდა, რომ ჩრდილოეთ კორეა შეძლებდა ნავთობპროდუქტების მნიშვნელოვან მატებას ოფიციალურ პარტნიორზე დამოკიდებულების გარეშე. ბოლო ვალუტა ისაა, რომელიც მთლიანად ანგრევს ძველ სისტემას და ეს პოლიტიკურია. რუსეთი ფაქტობრივად გაეცალა სანქციების რეჟიმს, რომელსაც ადრე თავადაც იცავდა. გაეროში იცავს ჩრდილოეთ კორეას და პრაქტიკულად მას ბირთვული არ არის მქონე სახელმწიფო დავიქვამს. ეს აღიარება კი იმისთვის უფრო ძვირფასია, ვიდრე ნებისმიერი ერთი მიწოდება, რადგან ის ამართლებს იმ არსენალს, რომელიც ადრე მის იზოლაციას განსაზღვრავდა. რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე სი ჩამოვიდოდა, კიმისდამ, კიმ იო ჯონგმა საჯაროდ დაახასიათა ქვეყნის ბირთვული სტატუსი, როგორც შეუქცევადი. გარეშეფასებებით, ჩრდილოეთ კორეას 2026 წლის შუა პერიოდში დაახლოებით 60 ბირთვული ქობინი ჰქონდა, ხოლო სამიტის წინასაღამოს კიმი გადაიღეს იმ ობიექტში, რომელსაც სახელმწიფო მედია იარაღის ხარისხის ბირთვული მასალების საწარმოდ და ურანის გამდიდრების ადგილად ასახელებდა. ეს არის რეჟიმი, რომელმაც ნებართვის თხოვნა შეწყვიტა და სწორედ აქ მივდივართ ამბის არსამდე და იმ წერტილამდე, სადაც გავლენის ბერკეტმა მხარე იცვალა. მაგრამ სანამ დეტალებში გადავიდოდეთ, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ მილიტარი შოუ, რომ არ გამოგჩეთ გლობალური გეოპოლიტიკის ყველა სიახლე. დაუბრუნდეთ კიმ ჩენ ინს, ჩინეთის ეკონომიკური ზეწოლა ჩრდილოეთ კორეაზე, მხოლოდ იმიტომ მუშაობდა, რომ ფხენიანს სხვაგან წასასვლელი არ ჰქონდა. მართლა მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომ ჩრდილოეთ კორეის საგარეო ვაჭრობა მისი ეკონომიკის მხოლოდ მცირე ნაწილი იყო. თავარი ის იყო, რომ ამ ვაჭრობის უმეტესობა ერთ ქვეყანაზე გადიოდა, რომელსაც ნებისმიერ დროს შეეძლო ეს შეეჩერებინა და ჩრდილოეთ კორეა სრულ იზოლაციაში დაეტოვებინა. მაგრამ პირველად მას შემდეგ, რაც კიმ ჩენ ინი 2011 წელს ხელისუფლებაში მოვიდა, მას ახლა ალტერნატივა აქვს. რუსეთს შეუძლია მიაწოდოს მარცვლეული, საწვავი, ფული, ტექნოლოგია და დიპლომატიური მხარდაჭერა. საბელი, რომელსაც პეკინი 10 წლეულების განმავლობაში ამკაცრებდა, მოშვებული გახდა არა იმიტომ, რომ ჩინეთმა რამე არასწორად გააკეთა, არამედ იმიტომ, რომ მეორე მფარველი გამოჩნდა ასპარეზზე. და როგორც კი მეორე მყიდველი ჩნდება, პირველი მყიდველი კარგავს შესაძლებლობას პირობები უკარნახოს. სწორედ ამან შეცვალა პოლარობა სი ძინპინსა და კიმ ჩენ ინს შორის. პეკინის კოშმარული სცენარი ის კი არ არის, რომ ჩრდილოეთ კორეა კიდევ ერთ რაკეტას გაუშვებს, არამედ ის, რომ ჩრდილოეთ კორეა სამუდამოდ გადავა რუსეთის ორბიტაში და საბოლოოდ ჩამოშორდება ჩინეთს, რის შედეგადაც პეკინს დარჩება ბირთვული არ არის აღჭურვილი მეზობელი, რომელთანაც აღარ ექნება არანაირი კავშირი. უეცრად უკვე ჩინეთს სჭირდება ურთიერთობის სტაბილიზაცია, რადგან შეიძლება გლობალურად წააგოს, თუ უგულებელყოფს მეზობელს, რომელიც ზოგჯერ საკუთარი თავისთვისაც საზიანოდ ზედმეტად ადვილად მიდის ესკალაციაზე. და კიმმა ეს შიში ზუსტად ამოიკითხა და ეხლა შეუძლია ამ შიშის დამშვიდების სანაცვლოდ ფასი მოითხოვოს. მისი ერთადერთი საქმე იყო სამიტის მასპინძლობა, ერთობლივ განცხადებაში რამდენიმე თბილი ფრაზის ჩართვა და სი ძინპინის სახლში დაბრუნების საშუალება, რათა პეკინს კვლავ შეეძლოს განაცხადოს, რომ ის ჯერ კიდევ ახდენს გავლენას ფხენიანზე. სამაგიეროდ ანალიტიკოსები, რომლებიც ამას აკვირდებიან, ელიან იმ კონკრეტულ სარგებელს, რაც კიმს რეალურად სურს. ნიშნულოვანი ის არის, რომ ჩრდილოეთ კორეას ახლა უფრო მეტი კავშირი აქვს გარე სამყაროსთან, რადგან ჩინეთმა 2026 წლის მარტში 6 წლიანი შეწყვეტის შემდეგ განაახლა პეკინსა და ფხენიანს შორის სორის სარკინიგზო მიმოსვლა. ეს მატარებელი მგზავრებსაც გადაჰყავს, მაგრამ ასევე გადაჰყავს ვალუტა და გეოპოლიტიკური ინფორმაცია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოში. რაც თავად ვიზიტამდე მიგვიყვანს და რატომ იყო ის ასეთი მნიშვნელოვანი? სი იყო ის, ვინც იმოგზაურა. ლიდერი, რომელმაც წლები გაატარა ისე, რომ მსოფლიო მასთან მოდიოდა, თვითფრინავში ჩაჯდა და წავიდა და ის ძირითადად კიმის პირობებით წავიდა. საინტერესოა, რომ ვიზიტის განმავლობაში არსად ყოფილა საუბარი ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ შეიარაღებაზე და შესაძლო დემილიტარიზაციაზე. ბრუკინგსის ინსტიტუტმა გაანალიზა სამიტი და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, ჩინელი ოფიციალური პირები ჯერ კიდევ აცხადებენ, რომ დენუკლეარიზაცია ოფიციალურ ხაზად რჩება, პეკინი საჯაროდ მის ხაზგასმას აღარ აკეთებს. ეს ზუსტად იმიტომ ხდება, რომ ფხენიანი ამას კატეგორიულად უარყოფს, ხოლო რუსეთი ჩრდილოეთ კორეას ბირთვული შეიარაღებული ქვეყნის სტატუსში უჭერს მხარს. დენუკლეარიზაციის საკითხის დაყენება მხოლოდ ზრდის კიმის ყველაზე ცუდ დროს გაუცხოების რისკს. კიმის რეჟიმისთვის მთავარი დასკვნა ის არის, რომ პეკინი აღარ აპირებს ურთიერთობის ბირთვულ საკითხზე დამოკიდებულებას. ამის ნაცვლად ჩინეთს ფაქტობრივად სხვა გზა მოუწევს, რომ თავისი ყველაზე პატარა მეზობელი დამორჩილებას აიძულოს. ეს თავისთავად დიდი სტრატეგიული გამარჯვებაა ფხენიანისთვის. ის ფაქტი, რომ სი ჩინპინმა ჩრდილოეთ კორეა წლის პირველ საგარეო ვიზიტად დაერჩია, თავადვე აღიქმებოდა როგორც მხარდაჭერა, ლეგიტიმურობის საჩუქარი, რომელიც კიმს როგორც შინ, ისე უცხოეთში გადაეცა. ენაშიც კი სიმბოლური ცვლილებაა დაფარული. ამ ურთიერთობით ძველი აღქმა ეფუძნებოდა ამხანაგებისა და ძმების სახეს, რომლის ქვემოთაც აშკარა იერარქია იყო, უფროსი და უმცროსი.
ამ სამიტის გარშემო არსებული რეპორტაჟები სულ უფრო ხშირად აღწერს უფრო თანასწორ ურთიერთობას, სტრატეგიულ პარტნიორობას იმ მონაწილეებს შორის, რომლებიც საკუთარ ინტერესებს იცავენ. თუ სიტყვებს გადავხედავთ, ეს სინამდვილეში პეკინისთვის დაწინაურება კი არა, დაქვეითება. ის აღარ არის უფროსი ძმა დამოკიდებული ჩრდილოეთ კორეისთვის, არამედ სტრატეგიული პარტნიორია ქვეყნისთვის, რომელსაც ახლა უკვე ეკონომიკური შესაძლებლობები აქვს. მიუხედავად იმისა, ეს შესაძლებლობები მისმა ამბიციებმა შექმნა თუ არა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთ ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობების დინამიკა შეიცვალა, ასევე მნიშვნელოვანია განვიხილოთ, როგორ აისახება ეს გლობალურ გეოპოლიტიკაზე, განსაკუთრებით კი აშშ-სთან მიმართებაში. ის, რაც პეკინმა ისტორიულად მიიღო ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობიდან, არის ბერკეტი, რომელიც შეეძლო აშშ-ს წინააღმდეგ გამოეყენებინა. როგორც სავაჭრო პარტნიორი, ის იყო ერთადერთი ძალა, რომელსაც შეეძლო ფიონგიანგის შეკავება და შესაბამისად პარტნიორი, რომლის კეთილგანწყობის შენარჩუნებაც ვაშინგტონს სჭირდებოდა. მაგრამ ეს ბერკეტი მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთს რეალურად შეუძლია შეკავების უზრუნველყოფა. მას შემდეგ, რაც სი ძინპინი 2026 წელს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა, ამერიკულ და ჩინურ ვერსიებს შორის განხილული საკითხების შესახებ განსხვავება გაჩნდა და ეს განსაკუთრებით ამ საკითხს ეხებოდა. ვაშინგტონი დენუკლეარიზაციის საკითხს მთავარ ადგილას ტოვებდა, მაშინ როცა პეკინის ფორმულირება მას უკანა პლანზე აყენებდა. თუ სი ძინპინს სურს ჩრდილოეთ კორეა ამერიკელებთან ბერკეტად გამოიყენოს, მაგრამ ამ ბერკეტის რეალური კონტროლი არ შეუძლია, მაშინ პიონგიანში ვიზიტი ორმხრივი თბილი ურთიერთობების მიღმა სხვა მიზანსაც ემსახურება. ეს გავლენის დემონსტრაციაა, რომელიც ნაწილობრივ ვაშინგტონის აუდიტორიისთვისაა დადგმული. პრობლემა ისაა, რომ გავლენის დემონსტრირება და მისი ფლობა ერთი და იგივე არ არის და კიმი ამას ყველაზე უკეთ იცის. და იმისთვის, რომ ეს სხვებსაც არ გამორჩენოდათ, კიმმა ეს ტექნიკითაც აჩვენა. ჩრდილოეთ კორეამ მაისის ბოლოს მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების სალო განახორციელა. ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ვიზიტის შესახებაც კი გამოცხადდებოდა. ეს შეესაბამება უკვე ხანგრძლივ ტრადიციას, როცა მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ ჩრდილოეთ კორეა რაღაცა ზღვაში ისვრის. თითქოს იმის საჩვენებლად, რომ ჩრდილოეთ კორეა თავის გრაფიკს მიხვება, სტუმარი მოვა თუ არა. თუ ჩინეთს ჩრდილოეთ კორეაზე მეტი კონტროლი ექნებოდა, მას შეეძლო ვიზიტი გადაედო, ან დაეძალებინა, რომ ჩრდილოეთ კორეას შეეჩერებინა თავისი სარაკეტო შეიარარების დემონსტრირება. მაგრამ რადგან ჩინეთს კორეის დახმარება სჭირდებოდა, ყველაფერი უბრალოდ დაფარეს და ყურადღების მიღმა დატოვეს. მაშ ამართლებ თუ არა სათაური, მოატყუა კი კიმ მასი. პატიოსანი პასუხი უფრო საინტერესოა, ვიდრე უბრალოდ დიახ. რეალურად არ ყოფილა ისეთი აფიორა, სადაც კიმმა სიცრუ დაპირებით მოატყუა. რაც სინამდვილეში მოხდა, ის იყო, რომ იმ დროისთვის, როცა სი ფიონგიანში ჩამოჯდა, კარგი ნაბიჯი აღარ დარჩა. ეხლა ჩრდილოეთ კორეას ჰქონდა მთელი ბერკეტი, რომელიც დაგროვდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა მნიშვნელოვანი მარაგები გაუგზავნა და ჩრდილოეთ კორეის ინდუსტრიას მისცა შესაძლებლობა ექსპორტი გაეკეთებინა ვირაცისთვის ჩინეთის გარდა. თუმცა მნიშვნელოვანია ავენიშნოს, რომ ეს არ ნიშნავს თითქოს ჩინეთმა უბრალოდ წააგო. რუსეთიდან მიღებულ მოულოდნელ სარგებელს ზღვარი აქვს და შესაძლოა ეს ზღვარი ახლოვდება. 2025 წლის ბოლოსთვის უკრაინის სამხედრო დაზვერვა იუწყებოდა, რომ ჩრდილოეთ კორეის ჭურვების მიწოდება მკვეთრად შემცირდა. ანგარიში აღნიშნული იყო, რომ ფხენიანის მარაგები იმდენად შემცირდა, რომ ქვეყანას აღარ შეეძლო შიდა წარმოების შენარჩუნება და მარაგის შენახვა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს უკრაინის მთავრობის შეფასებაა, ხოლო მოგვიანებით გავრცელებულმა ცნობებმა აჩვენა, რომ ტრანსპორტირება 2026 წლის დასაწყისში მაღალ დონეზე ავიდა. მაგრამ ეს მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ეკონომიკა, რომელიც აგებულია ვიღაცის ომში ჭურვების გაყიდვაზე, თავად ხდება იმ ომის მძევალი. რუსეთის პროგრესი ომში სრულად შეჩერდა 2026 წელს, ხოლო მარტი იყო პირველი თვე უკრაინის 2023 წლის კონტრშეტევის შემდეგ, როდესაც კიევმა შეძლო უფრო მეტი ტერიტორიის აღება ვიდრე დაკარგა. რუსეთი დგას თავისი საარტილერიო შესაძლებლობების დეგრადაციის წინაშე, რაც გამოწვეულია ან საარტილერიო სისტემების დაკარგვით, ან მათი გაწვეთით. თუ საარტილერიოსთვის გასასროლი აღარაფერია, აღარ არის საჭირო იმდენი იმპორტი ჩრდილოეთ კორეიდან და ამის შედეგად კიმის გავლენა მცირდება. ჩრდილოეთ კორეა ამას კარგად ხვდება, ამიტომაც გავრცელებული ინფორმაციით ის გადადის დრონების წარმოებაზე და მუშახელს აგზავნის რუსულ ქახნებში. ის ცდილობს ერთჯერადი საარტილერიო საბრძოლო მასალის გარიგება გადააქციოს უფრო მდგრად თანამშრომლობად. აქედან ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკა შეიძლება უნებლიეთ მთლიანად გადაიხლართოს რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსთან. და რუსეთის ძალისხმევა სრული სიმძლავრით გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, როგორ წარიმართება ომი, რადგან მას პირდაპირ მნიშვნელობით არ შეუძლია გაჩერდეს და შექმნა შთაბეჭდილება, რომ დათმობს უკრაინას, ქვეყანას, რომელშიც თვითონ შეიჭრა. მეორე შენიშვნა ისაა, რომ პუტინი კიმის მეგობარი არც არის. ის ჩრდილოეთ კორეას ისევე იყენებს, როგორც ამას ოდესღაც პეკინი აკეთებდა. არსებობენ ანალიტიკოსები, რომლებიც ეჭობენ, რომ მოსკოვს უხარია პიონგიანი ჩინეთის წინაშე გამოაჩინოს, ნაწილობრივ იმისთვის, რომ პეკინი წონასწორობიდან გამოიყვანოს. კიმი ორ დიდ ძალას შორის ბალანსირებს, რომლებსაც ორივეს მისი გამოყენება სურთ და ეს ბალანსის შენარჩუნება თავისთავად მყიფია. მთელი სტრატეგია იმაზეა დამოკიდებული, რომ ორივე მფარველი დაარწმუნოს, რომ მისი დაკარგვა არ შეუძლიათ და ეს პოზიცია უსასრულოდ შენარჩუნება რთულია. მესამე შენიშვნა ისაა, რომ ზოგი ანალიტიკოსი შეხვედრას ასე აფასებს. ორივე ლიდერმა რაღაც მოიგო.
კიმმა მიიღო ლეგიტიმაცია და ურთიერთობა, რომელიც ბირთვულ პირობაზე აღარ იყო დამოკიდებული. სიმ შეძლო კვლავ დაედასტურებინა, რომ ჩინეთი კვლავაც პიონგიანის შეუცვლელი ეკონომიკური პარტნიორია და ვაშინგტონში ახსენა თავისი ბოლო შეხვედრების შემდეგ ტრამპთან და პუტინთან, რომ პეკინი კვლავაც ცენტრალური მოთამაშეა რეგიონში. ჩინეთი ფაქტობრივად ინარჩუნებს სტატუს-კვოს და ჩრდილოეთ კორეას რაღაც განსაკუთრებული დასჭირდება, რომ ეს ბალანსი სიმბოლურ ჟესტებზე მეტად შეარღვიოს. აბა, საით მიდის ეს სამკუთხედი აქედან? შემდეგი ნაბიჯები უკვე ჩანს, თუ იცით სად უნდა შეხედოთ. პირველი სიგნალი ივლისში 2026 წელს მოვა. სწორედ მაშინ აღნიშნავს 1961 წლის ხელშეკრულება თავის 65 წლის თავს და კითხვა ისაა, დაურთავს თუ არა პეკინი ამ თბილ სიტყვებს რაიმე რეალურ ნაბიჯს. ეს შეიძლება იყოს იარაღის გაკიდვა, საჰაერო თავდაცვის პაკეტი ან ერთობლივი საზღვაო წურთნა, რამაც ჩინეთს განსაკუთრებით მოსწონს ხოლმე დროდადრო. ყველა ეს ნაბიჯი ბალანსს ჩინეთისკენ გადაიხლის, როგორც კორეის მთავარი პარტნიორისკენ, მაგრამ მათი არქონა არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება. მეორე სიგნალი ჩრდილოეთ კორეის რაკეტების გამოცდების რიტმია. თუ კიმი აგრძელებს რაკეტების გაშვებას თავისი გრაფიკით, ეს ნიშნავს, რომ პეკინის გავლენავლენა ჯერ კიდევ უფრო შოუს გავს, ვიდრე რეალურ ძალას. და ყველაზე ღრმა კითხვა თავად ომმა უნდა უპასუხოს. შეძლებს თუ არა კიმი ერთჯერადი საარტილერიო სარგებელი რაიმე მდგრადად აქციოს, სანამ ბრძოლა დასრულდება და რუსული დივიდენდი ამოიწურება. ზუსტად ამიტომ შეიძლება ჩრდილოკორეელი მუშები, რომლებიც როგორც იუწყებიან რუსეთის დრონების ქარხანაში მიდიან, უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდნენ, ვიდრე ნებისმიერი სამიტის ფოტო. ჩინეთის სამხედრო გაფართოების გეგმები საოცარი ტემპით ვითარდება, რადგან პეკინი სასოწარკვეთილად ცდილობს შეამციროს სხვაობა საკუთარ თავსა და შეერთებულ შტატებს შორის, სანამ შესაძლო კონფლიქტი ორ სუპერქვეყანას შორის დაიწყება. მას აქვს როგორც ყველაზე დიდი ფლოტი, ასევე ყველაზე დიდი არმია დედამიწაზე და რეგულარულად აჩვენებს თავის უახლეს და საუკეთესო ინოვაციებს, დაწყებული ხელოვნური ინტელექტით ინტეგრირებული დრონების როიდან დამთავრებული ჰიპერბგერითი რაკეტებით. მაგრამ სანამ პეკინი ცდილობს დაეციოს, შეერთებული შტატები უბრალოდ არ დგას ერთ ადგილზე. ის თავადაც ახორციელებს მნიშვნელოვან გაუმჯობესებებს, რათა შეინარჩუნოს მსოფლიოს უძლიერესი სამხედრო ძალის სტატუსი. ამ გაუმჯობესებებიდან ერთ-ერთი ჩინეთის რეკორდსმენი საზღვაო ძალებისთვის უზარმაზარ პრობლემას წარმოადგენს, რადგან შეერთებულმა შტატებმა ახლახან B2 სპირიტი გადააქცია უხილავ ფლოტის გამანადგურებლად, რომელსაც შეუძლია პეკინის საზღვაო ძალა ასობით მილის დაშორებიდან მნიშვნელოვნად შეამციროს. როგორც ალბათ ყველაზე გამორჩეულ ბომბდამშენს ისტორიაში, B2-ის განსაკუთრებული წარდგენა არ ჭირდება. მისი გამორჩეული ფრთის ფორმის სილუეტი თელ მსოფლიოში მყისიერად ცნობადია, ხოლო მისი განსაკუთრებული სტელსის შესაძლებლობები მას ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ და ეფექტურ თვითფრინავად აქცევს. მტრის საჰაერო სივრცეში შეუმჩნევლად შეღწევის უნარის მქონე ამ თვითფრინავმა თავისი ღირებულება უამრავჯერ დაამტკიცა. 1997 წელს სამსახურში შესვლის შემდეგ არაერთ კონფლიქტში წამყვანი როლი ითამაშა. ის გამოიყენეს მაგალითად კოსოვოს ომში 1999 წელს. ასევე ერაყის, ავღანეთის, ლიბიისა და იემენის ომებში და უფრო ახლახანს ირანში. თუმცა სამსახურში ყოფნის დიდი ნაწილის განმავლობაში B2 ძირითადად გამოიყენებოდა სახმელეთო სამიზნეების დასარტყმელად, როგორიცაა სერბული სამხედრო ინფრასტრუქტურა კოსოვოში, თალიბანის საყრდენი პუნქტები ავღანეთში და მიწისქვეშა ბირთვული ობიექტები ირანში. მან თავი გამოიჩინა განსაკუთრებული ეფექტურობით, ბუნკერების, ბაზების და საჰაერო თავდაცვის სისტემების განადგურებისას. თუმცა ის არასოდეს განიხილებოდა როგორც სერიოზული ანტისაზღვაო იარაღი. მიუხედავად იმისა, რომ მას შეეძლო საბრძოლო გემებისა და სხვა საზღვაო ობიექტების განადგურება, თავისი დიდი საბრძოლო ტვირთის ტევადობის, შთამბეჭდავის სიშორისა და შეუმჩნევლობის შესაძლებლობების წყალობით, ყოველთვის ერთი დიდი პრობლემა აფერხებდა B2-ის – საზღვაო საბრძოლო მასალის ნაკლებობა. თუ აშშ წარსულში ოდესმე სურდა საბრძოლო გემის დაბომბა, B2-ით მას მოუწევდა დაეყრდნო გრავიტაციაზე დაფუძნებულ ჭკვიან ბომბებს, როგორიცაა GBU-31 JJ-დამ. და თუ B2-ის სურდა მოძრავი საბრძოლო გემის დაზიანება JJ-დამით, მას თითქმის პირდაპირ მიზნის თავზე მოუწევდა გადაფრენა, სანამ საბრძოლო ტვირთს ჩამოაგდებდა. მიუხედავად იმისა, რომ B2-ის აქვს ასეთი მოწინავე სტელს ტექნოლოგიები, ტრის ხომალდებთან ასე ახლოს ფრენა მაინც წარმოუდგენლად სარისკომანია, რაც შეიძლება გამოავლენდეს ბომბდამშენს სხვადასხვა რადარებისა და ინტეგრირებული საჰაერო თავდაცვის სისტემების წინაშე. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი წარმოუდგენლად ზუსტია ფიქსირებულ სამიზნეებზე, ჯეიდამებს არ გააჩნიათ საჭირო კომპონენტები, როგორიცაა ინფრაწითელი საძიებო თავები და აქტიური რადარის სისტემები, რათა აქტიურად დააკვირდნენ და მიაგნონ ტრის ხომალდებს ზღვაში. ამ შეზღუდვების გამო B2 ძირითადად უკანა პლანზე გადაიყვანეს ანტისაზღვაო მისიებში და მის ნაცვლად გამოიყენებოდა ისეთი თვითფრინავები, როგორიცაა B1B ლანსერი. თუმცა 2025 წელს აშშ სამხედროებმა ვითარება შემოატრიალეს. ტესტი ჩატარდა დაახლოებით აპრილის ბოლოს ეგლინის საჰაერო ბაზასთან, ჩრდილო-დასავლეთ ფლორიდაში, სადაც B2 ბომბდამშენმა ჩამოაბდო 500 ფუნტიანი Quicksink-ის საზღვაო იარაღი. Quicksink არის მოდიფიცირებული JJ-დამ, რომელიც სპეციალურად საზღვაო სამიზნეებთან გასამკლავებლადაა შექმნილი. მისი მოქმედების პრინციპი საოცრად ეფექტურია.
პირველ რიგში სამიზნე იდენტიფიცირდება როგორც წესი საზღვაო პატრულისა და სადაზვერვო თვითმფრინავების დახმარებით. მაგალითად, P8 პოსეიდონის მეშვეობით, რომელიც შემდეგ გადასცემს სამიზნის კოორდინატებს შეტევის თვითმფრინავს, მაგალითად B2 bomb damshens. შემდეგ bomb damsheni უახლოვდება სამიზნეს და ზემოდან აგდებს საბრძოლო ტვირთს. ზუსტად ისე როგორც სტანდარტული JDAM, QuickSync-იც ეყრდნობა თავის ჩაშენებულ GPS-სა და ინერციულ სანავიგაციო სისტემებს, რათა მიემართოს სამიზნის ბოლო ცნობილ მდებარეობისკენ. როგორც კი ის მიაღწევს მოქმედების არეს, ბომბის იარაღის ღია სისტემების არქიტექტურაზე, WOS-აზე დაფუძნებული ინფრაწითელი გამოსახულების მაძიებელი ერთვება, რათა დაეხმაროს მას სამიზნეზე ზუსტად მოხვედრაში. ის სკანირებს მიმდებარე ტერიტორიას, ეძებს ხომალდს იმავე ზომებითა და თერმული სიგნატურით, როგორზეც არის დამიზნებული. შემდეგ კი რეალურ დროში ასწორებს კურსს, რათა მიყვეს ხომალდს მისი მოძრაობისას. მაგრამ QuickSync უბრალოდ არ ეჯახება სამიზნის გვერდს და არც ზემოდან უთხრამს მას. ამის ნაცვლად ის რეალურად ჩადის წყალში ხომალდის გვერდით და იყენებს დაგვიანებული მოქმედების ფიუზს, რათა აფეთქდეს პირდაპირ გემის კორპუსის გვერდით. შედეგად მიღებული აფეთქება წარმოქმნის ძლიერ ტალღას, რომელიც ჩვეულებრივ საკმარისად ძლიერია, რომ გემის კორპუსი წყლიდან ამოაგდოს და მის ფსკერზე ხვრელი გააკეთოს. ფაქტობრივად ის გემს შუაზე ტეხს, რაც, როგორც წესი, რამდენიმე წამში მის ჩაძირვას იწვევს. სწორედ ამიტომ ეწოდება მას QuickSync. ეს იმ დროს დიდი ამბავი იყო. გენერალმა დევიდ ალვინმა, აშშ-ში საჰაერო ძალების შტაბის უფროსმა, X-ზე დაწერა. ჩვენ გამოვუშვით ახალი სწრაფი ჩაძირვის იარაღი, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს შესაძლებლობას. დავარტყათ როგორც უძრავ, ასევე მოძრავ ზედაპირულ ხომალდებს. ეს ნამდვილი გარდამტეხი ცვლილებაა თავდაცვის დეპარტამენტისთვის და ზუსტად ამას გულისხმობს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, როდესაც ამბობს, მშვიდობა ძალის მეშვეობით. მან აშკარად გადაჯრა მანამდე არსებული პრობლემა, რომ B2-ს არ შეეძლო ზღვაში მოძრავ სამიზნეებზე საიმედოდ დარტყმის მიტანა და ეს მნიშვნელოვანი განახლება იყო bomb damshenis შესაძლებლობებისთვის. თუმცა, მაშინაც კი ზოგიერთმა ექსპერტმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, რამდენად ეფექტური იქნებოდა QuickSync ჩინეთის საზღვაო ძალების წინააღმდეგ, მათი უზარმაზარი ზომისა და თანამედროვე საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გათვალისწინებით. ტომ სუგარტმა მაგალითად, რომელიც აშშ-ში საზღვაო ძალების წყალქვეშა ომის ყოფილი ოფიცერი და ახალი ამერიკული საზოგადოების ცენტრის უფროსი მკვლევარია, ინტერნეტში დაწერა, რომ ძალიან გაკვირვებული დარჩებოდა, თუ აშშ-ში სამხედროები გარისკავდნენ და B2 bomb damshens ჩინეთის სამხედრო გემებთან იმდენად ახლოს მიუშვებდნენ, რომ ასეთი ტიპის ბომბი ჩამოეგდოთ. და დაამატა, 1000%-ით დარწმუნებული ვართ, რომ მათი საჰაერო თავდაცვის სისტემები ვერაფერს შეამჩნევენ. იგივე კითხვა ბევრმა სხვა სამხედრო ექსპერტმაც გაიმეორა, რომლებიც ზოგადად მოხარულნი იყვნენ, რომ B2-ის არსენალი გაიზარდა. თუმცა ასევე შეშფოთებულნი იყვნენ, რომ ეს შეიძლება დიდად არ გამოადგეს ჰიპოთეტურ კონფლიქტში ჩინეთთან. იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული B2-ის ღირებულება დაახლოებით $2 მილიარდი და მხოლოდ 19 ასეთი bomb damsheni იმყოფება ექსპლუატაციაში, დღეს ლოგიკურია, რომ საჰაერო ძალები თავს შეიკავებენ ასეთი იშვიათი და ძვირფასი რესურსის გადაყვანაზე ზედმეტად რისკიან სიტუაციაში. როდესაც სხვა უფრო გონიურული ალტერნატივები ჯერ კიდევ არსებობდა. მოკლედ, QuickSync-ის დამატება უდავოდ სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ შესაძლოა ეს ნაბიჯი საკმარისად დიდი არ ყოფილიყო რეალური ცვლილებისთვის. საბედნიეროდ, აშშ-შო ამით არ შემოიფარგლა. კულისებს მიღმა, სამხედროები მუშაობდნენ კიდევ ერთ შეიარაღების დამატებაზე, B2 Spirit-თვის, რომელიც მის შესაძლებლობებს ბევრად უფრო მაღალ დონეზე აიყვანდა. ის, რომელიც ამ უკვე ლეგენდარულ თვითმფრინავს, ოპერაციული სრულყოფილების კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანდა და მას ჩინეთის სწრაფად მზარდი საზღვაო ძალების იდეალურ საპასუხოდ გადააქცევდა. AGM-158C გრძელდის ტანციური ანტისაზღვაო რაკეტა LRAASM, ჰაერიდან გასაშვები ანტისაზღვაო ფრთოსანი რაკეტა, რომელიც თავდაცვის მოწინავე კვლევითი პროექტების სააგენტომ DARPA-მ 2010-იან წლებში შეიმუშავა და 2018 წელს ექსპლუატაციაში შევიდა შეერთებული შტატების საჰაერო ძალებსა და საზღვაო ფლოტში. მისი სიგრძე შეადგენს დაახლოებით 14 ფუტს, ანუ 4,26 მეტრს. ფრთების შლილი 8 ფუტი და 10 დუიმია, ანუ 2,7 მეტრი, ხოლო წონა 2760 ფუნტს, ანუ 1250 კილოგრამს. LRAASM ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ანტიგემის საბრძოლო მასალაა, რაც დღეს არსებობს. ის აღჭურვილია Williams-ის F-107, WR-F-107, WR-105 ტურბოფანიანი ძრავით, რაც საშუალებას აძლევს მიაღწიოს მაღალ ქვებგერით სიჩქარეს, დაახლოებით Mach 0.900, ანუ 690 მილი საათში, ან 1111 კილომეტრი საათში. და მას აქვს მოქმედების მანძილი 500 საზღვაო მილის, ანუ 926 კილომეტრის ფარგლებში. GPS-ისა და ინერციული ნავიგაციის სისტემების, ინფრაწითელი და ელექტროოპტიკური სენსორების, ასევე ხელოვნური ინტელექტის მართვის ტექნოლოგიის კომბინაციით LRAASM გამორჩეულად ზუსტია და შეუძლია მიზნის 10 ფუტზე ნაკლებ, ანუ 3 მეტრზე ნაკლებ მანძილზე მოხვედრა ყოველ ჯერზე.
და რადგან მას აქვს უზარმაზარი 1000 ფუნტის, ანუ 453 კილოგრამიანი WDU 42BH აფეთქებადი ფრაგმენტაციის საბრძოლო თავი, მას გააჩნია საკმარისზე მეტი დამანგრეველი ძალა, რომ გაანადგუროს ყველაზე დიდი თანამედროვე სამხედრო გემებიც კი, მათ შორის კრეისერები და გამანადგურებლები. ამ ყველაფერთან ერთად LRA-ASM ასევე იყენებს ისეთ სტელს ტექნოლოგიას, როგორიც თვითმფრინავებზეა, მაგალითად B-14. მას აქვს დაბალი ხილვადობის კონსტრუქცია და მინიმალური რადარის ამრეკლი ზედაპირი, რაც ეხმარება მას მოწინააღმდეგის საჰაერო სივრცეში გადაადგილებისას აღმოჩენის თავიდან აცილებაში. ასევე იყენებს პასიურ ელექტრონულ მხარდაჭერის სისტემებს და რადიოსიხშირის სენსორებს, რათა მიზნისკენ მიემართოს ისე, რომ არ გამოუშვას ადვილად აღმოსაჩენი სიგნალები მიახლოებისას. ყველა ეს მახასიათებელი LRA-ASM-ს პლანეტის ყველაზე ძლიერ საზღვაო ფლოტებზეც კი ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხედ აქცევს. მაგრამ არსებობის პირველ რამდენიმე წლის განმავლობაში მისი გაშვება მხოლოდ მცირე რაოდენობის პლატფორმებიდან იყო შესაძლებელი. მათ შორის B1 Lancer-დან, F-18EF Super Hornet-დან და F-35 Lightning II-დან. 2026 წლის ივნისში B2 Spirit-ი ოფიციალურად შეუერთდა ამ სიას. მაგრამ სანამ ამაზე ვისაუბრებთ, თუ როგორ მოხდა ეს და რას ნიშნავს, The Military Show გაძლევთ სრულ სურათს, არა მხოლოდ სათაურებს. გამოიწერეთ არხი, რომ ყოველთვის ინფორმირებული იყოთ. 2026 წლის 29 ივნისს შეერთებული შტატების საჰაერო ძალების გლობალური დარტყმის სარდლობამ გამოაქვეყნა გასაოცარი ანგარიში, სადაც ნათქვამი იყო, რომ წყნარი ოკეანის საჰაერო ძალებმა ჩაატარეს საბრძოლო სროლებით ჩაძირვის წვრთნა B2 Spirit-ის და გრძელდისტანციური ანტისაზღვაო რაკეტის გამოყენებით. წვრთნა ჩატარდა მარიანას კუნძულების ჩრდილოეთით, ახლოს აშშ-ის კუნძულ გუამთან, რომელიც ამერიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ცენტრი გახლავთ დასავლეთ წყნარ ოკეანეში. ეს იყო Valiant Shield, 26 წვრთნის ნაწილი, რაც Valiant Shield-ის სამხედრო თამაშების უახლესი დამატებაა. ეს წვრთნები ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნად ითვლება წყნარ ოკეანეში და 2006 წლიდან ტარდება. ღონისძიების დეტალური ანგარიშების მიხედვით, წვრთნაში B2-1 LRA-SSM რაკეტა გაუშვა USS Juno-ზე, რომელიც Austin-ის კლასის ამფიბიური სატრანსპორტო ხომალდია. ეს ხომალდი 1965 წელს კილი ჩაეყარა და 1 წლის შემდეგ 1966-ში ოფიციალურად გაეშვა. მეტსახელად Mighty Jet წოდებულმა Juno-მ ვიეტნამის ომის დროს მრავალი მისია შეასრულა და ასევე მონაწილეობდა როგორც Desert Shield-ის, ისე Desert Storm-ის ოპერაციებში ერაპის ომის პერიოდში. მრავალი ათწლეული სამსახურის შემდეგ ეს ამფიბიური სატრანსპორტო ხომალდი ოფიციალურად ჩამოწერეს 2008 წელს, ხოლო 2026 წელს ის შეარჩიეს სამიზნე ხომალდად, რომელიც უნდა ჩაძირულიყო Valiant Shield-ის წვრთნებზე. მას დაარტყა ჰარპუნის რაკეტამ, რომელიც გაუშვა საზღვაო ძალების P8A Poseidon-მა, ასევე ტორპედომ, რომელიც გაუშვა იაპონურმა წყალქვეშა ნავმა და დამატებით B2-ის LRA-ASM-მა, რის შემდეგაც ჩაიძირა წყნარი ოკეანის მარილიან სიღრმეებში და აღარავის უნახავს. ეს იყო დიდი წინსვლა B2-ისთვის და ამერიკის შეერთებული შტატების პერსპექტივიდან ძალიან გამამხნევებელია იმის ნახვა, რომ ეს ტესტი წარმატებით დასრულდა. ეს ამტკიცებს არა მხოლოდ იმას, რომ B2 შეიძლება LRA-ASM-ებით აღიჭურვოს, არამედ იმასაც, რომ მას შეიძლება ENDO ამ რაკეტების ეფექტურად გამოყენებაში საზღვაო სამიზნეების გასანადგურებლად და გასაუნებელყოფად. და ეს იმდენად მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება აშშ-ს დახმარებას ჩინეთთან შესაძლო დაპირისპირებისთვის მზადებაში. როგორც აღნიშნავს გენერალი Kevin B. Schneider-ი, წყნარი ოკეანის საჰაერო ძალების სარდალი B2-ის შთამბეჭდავი მოქმედება ხაზს უსვამს აშშ-ს სამხედრო ძალების მზადყოფნას, ადაპტაციისა და მოქნილობისთვის უსაფრთხოების ახალი გამოწვევების წინაშე. ანტისაზღვაო დარტყმის ოპერაციების პრიორიტეტად დასახვით, ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ გადამწყვეტი უპირატესობა მოწინააღმდეგეებზე, დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები და უზრუნველყოთ თავისუფალი და ღია წყნარი ოკეანე, რომელიც ჩვენი გლობალური უსაფრთხოების საფუძველია. ეს ბევრად უფრო მასშტაბური განახლებაა ვიდრე QuickSync, რამდენიმე მნიშვნელოვან მიზეზთა გამო. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის არის მოქმედების რადიუსი. პრობლემა QuickSync-სა და სხვა ბომბებთან ის არის, რომ მათი ჩამოგდება სამიზნეზე შედარებით მცირე მანძილით ხდება. თუნდაც ისეთი stealth თვითმფრინავით, როგორიცაა B2, რაც უფრო მიუახლოვდები მტერს, მით უფრო იზრდება იმის რისკი, რომ მათ შეძლონ შენი აღმოჩენა და სროლა. LRA-ASM მთლიანად გამორიცხავს ამ რისკს. რადგან მას აქვს საოპერაციო მანძილი, რომელიც 500 საზღვაო მილამდე აღწევს, მისი გაშვება უსაფრთხო დაშორებიდან არის შესაძლებელი. თეორიულად მაგალითად, აშშ-ს საჰაერო ძალებს შეუძლიათ განათავსონ თავიანთი B2 ბომბდამშენების ფლოტი შედარებით უსაფრთხო ადგილებში. ასობით მილი ჩინეთის სანაპიროდან მოშორებით, სამხრეთ ჩინეთის ზღვის, აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის, ან თუნდაც ფილიპინების ზღვის თავზე და გაუშვან LRA-ASM-ები პირდაპირ სახალხო განმათავისუფლებელი საზღვაო ფლოტის, 3 ფლოტის სარდლობიდან, ნებისმიერი შტაბზე, რომლებიც მდებარეობს ჩრდილოეთით, ცინგდაოში, აღმოსავლეთით, ნინგბოში და სამხრეთით, ჯიანჯიანგში. რადგან B2 პრაქტიკულად უხილავია ჰაერში, ჩინეთის რადარებსა და თავდაცვას ძალიან გაუჭირდებათ ამ თვითმფრინავების აღმოჩენა, როცა ისინი მიახლოვდებიან. შემდეგ, როგორც კი დატოვებენ საბრძოლო ტვირთს, B2-ები სწრაფად დაიხევენ უკან, თვალის დახამხამებაში გაქრებიან და დაბრუნდებიან გუამზე ან სხვა ამერიკულ ავიაბაზებზე, მაგალითად იაპონიაში, სამხრეთ კორეაში ან ინდოეთის ოკეანეში მდებარე დიეგო გარსიაზე.
და თქმა უნდა, პრობლემა იმაშია, რომ რაკეტების ასეთი დიდი მანძილიდან გაშვება მტერს მეტდროსა და შესაძლებლობას აძლევს რეაგირებისთვის, რათა საკუთარი ლადარებითა და საჰაერო თავდაცვით აღმოაჩინოს და გააუნებელყოს საბრძოლო მასალა, მანამ სანამ ის მიზანს მიაღწევს. საბედნიეროდ, LRASM-იც კარგად არის აღჭურვილი ამ გამოწვევის დასაძლევად. მისი დაბალი ხილვადობის stealth პროფილი მას საშუალოზე მეტ შანსს აძლევს, რომ გვერდი აუაროს, თუნდაც შედარებით მჭიდრო ანტიწვდომისა და საჰაერო შეზღუდვის ქსელებს. მაშინ, როცა მისი ავტონომიური შესაძლებლობები და პასიური სენსორული ტექნოლოგია ართულებს მის აღმოჩენას, როცა ის მიზნებთან ახლოვდება. ხშირად ეს რაკეტები არ ასხივებენ რაიმე მნიშვნელოვან აღმოსაჩენ სიგნალებს ფრენის ტერმინალურ ფაზამდე და ამ დროისთვის, როგორც წესი, მტრისთვის უკვე ძალიან გვიანია რაიმე გააკეთოს. პეკინი მართლაც ამაყობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებით. თუმცა მათი სანდოობა წარსულში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, ასე რომ მათ შესაძლოა მაინც შეძლონ ზოგიერთი ასეთი რაკეტის აღმოჩენა და განადგურება, მანამ სანამ ისინი PLA-ს სამხედრო გემებში ეჯახებიან. თუმცა ექსპერტების შეფასებით, BORD შეუძლია ედრულად 16-მდე LRASM-ის გადატანა, მისი უზარმაზარი შიდა იარარის განყოფილებების წყალობით. ეს ერთ ბომდამშენს საშუალებას მისცემს ერთდროულად 16 სხვადასხვა სამხედრო გემს შეუქმნას საფრთხე. ერთი ზალპი შეიძლება სრულიად გაანადგუროს PLA-ის ზედაპირული მოქმედების მთელი ჯგუფი. სხვა მხრივ, შესაძლებელია რამდენიმე რაკეტის გაშვება განსაკუთრებით ღირებულ სამიზნეებზე, მაგალითად ტიპი 0-55 კლასის გამანადგურებლებზე, რომლებიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებიან. რომლებსაც აქვთ შთამბეჭდავი 112 ვერტიკალური გაშვების უჯრედი, ან პეკინის მზარდი ავიამზიდების კოლექციიდან რომელიმე. კიდევ ერთხელ, თუნდაც ამ რაკეტებიდან ზოგი გზაში ჩამოეგდოს, ძალიან მაღალი ალბათობა, რომ სხვები მაინც მიაღწევენ მიზანს. მათი თანამედროვე სენსორებისა და ხელოვნური ინტელექტის მართვის სისტემების წყალობით, რომლებიც საშუალებას აძლევს შუაფრენაში კურსის კორექტირებასა და თავის არიდების მის მანევრებს. როდესაც LRASM-ები ჯგუფურად ისვრება, ისინი კიდევ უფრო ეფექტურად ახერხებენ ერთმანეთთან კომუნიკაციას, მონაცემების გაზიარებას დაცული მონაცემთა არხის საშუალებით, იმისთვის, რომ ზუსტად დაარეგულირონ ფრენის მარშრუტები და აირიდონ ტრის თავდაცვა. ისინი ასევე მიყვებიან ზღვის ზედაპირთან ახლოს ფრენის პროფილს მიახლოების ბოლო ეტაპებზე, რაც მათ კიდევ უფრო რთულად აღმოსაჩენს და გასანადგურებელს ხდის. და ინფრაწითელი გამოსახულების წყალობით, ისინი ასევე შეძლებენ ტრის ხომალდების ყველაზე მოწყვლად ნაწილებზე დარტყმას, რაც ნიშნავს, რომ ყოველი წარმატებული მოხვედრა მაქსიმალურად ზრდის გემის ჩაძირვის შანსს. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სტატისტიკის მიხედვით, ჩინი ხედვით დაახლოებით 370 სამხედრო ხომალდი ხავს და მისი ფლოტი ყოველწლიურად ფართოვდება. პროგნოზებით კი 2030 წლისთვის დაახლოებით 435 ხომალდს მიაღწევს. მაგრამ თუ ეს ფლოტი ამერიკულ B2 ბომბდამშენებს დაუპირისპირდება, რომლებიც აღჭურვილია გრძელდისტანციური ანტიგემის რაკეტების სრული კომპლექტით, მათი რაოდენობა წარმოუდგენლად სწრაფად შეიძლება შემცირდეს. და აშშ უკვე იღებს ზომებს, რათა კონდეს ამ რაკეტების საკმარისზე მეტი რაოდენობა, რომ არა მხოლოდ პეკინის ფლოტის ნაწილს, არამედ მთლიანად მის საზღვაო ძალებსაც დაემუქროს. 2026 წლის აპრილში, ახალი ამბების მიხედვით, საზღვაო ძალები თითქმის $1 მილიარდი დახარჯოს აპირებდა LRASM-ის წარმოებაზე. და ეს ერთჯერადი შემთხვევა არ იყო, ეს უფრო ფართო ტენდენციის ნაწილი იყო. საზღვაო ძალების 2026 ფინანსური წლის ბიუჯეტის მოთხოვნა დაახლოებით $1 მილიარდ მოიცავდა 200 LRASM-ის შესაძენად, რაც მკვეთრი ზრდაა 2024 ფინანსურ წელს შეძენილ 91 რაკეტასთან შედარებით. უფრო ზუსტად რო ვთქვათ, კონგრესში წარგენილ 2027 ფინანსური წლის ბიუჯეტის მოთხოვნაში გათვალისწინებული იყო 177 ასეთი რაკეტის დაფინანსება, დაახლოებით $907 მილიონი ღირებულებით. ეს ნიშნავს, რომ 3 წელია ზედიზედ აშშ-ის საზღვაო ძალები მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ანტისაზღვაო რაკეტის დიდ რაოდენობას ყიდულობს. ეს მკაფიო და ხმამაღალ სიგნალს უგზავნის პეკინს და ამერიკის სხვა მტრებს მთელ მსოფლიოში. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ სამხედრო გემს ააშენებთ, რამდენად დიდი იქნება თქვენი ფლოტი, ან რამდენ ძალას შეეცდებით ოკეანის ტალღებზე გადმოიტანოთ. აშშ სამხედრო ძალას ყოველთვის ექნება უპირატესობა. მას ყოველთვის ექნება საკმარისი საბრძოლო მასალა, რომ თქვენი გემები ოკეანის ფსკერზე ჩაძიროს და თქვენ ვერაფერს გააკეთებთ, რომ ეს შეაჩეროთ. თუნდაც უფრო დიდ და უკეთეს თავდაცვაში დააბანდოთ, ეს რაკეტები იმდენად ჭკვიანია, რომ მათ აცილებას შეძლებენ. თუნდაც მრავალფენიან თავდაცვას შექმნათ, აშშ-ს საკმარისი რაკეტები აქვს, რომ ისინი გადატვირთოს. თუნდაც სადოთ გაშვების პლატფორმების მიზანში ამოღება და თავიდან აიცილოთ რაკეტების გაშვება, აშშ-ს ახლა შეუძლია მათი გაშვება ერთ-ერთი ყველაზე შეუმჩნეველი სტელს ბომბდამშენიდან, რომლის აღმოჩენაც თითქმის შეუძლებელია, თუნდაც ის თქვენ საჰაერო სივრცეში იყოს. მოკლედ, აშშ-ს სამხედროებმა ყველაფერზე იფიქრეს, მათ ყველაფერი გაითვალისწინეს და ყველა შესაძლებლობა გაანეიტრალეს. სოფლიოს წამყვანი რაკეტის და წამყვანი გაშვების პლატფორმის გაერთიანებით, მათ შექმნეს საბოლოო ფლოტის გამანადგურებელი. და ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ ამ კონცეფციას კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანა შეუძლია. რადგან სრულიად შესაძლებელია, რომ B2-ის მემკვიდრეს B-21 Raiders ასევე შეეძლოს იგივე გრძელდისტანციური ანტიგემის რაკეტების გაშვება, რაც საჰაერო ძალებს კიდევ უფრო მეტ გაშვების პლატფორმას და კიდევ უფრო დახვეწილ სტელს ტექნოლოგიებს მისცემს.
წლების განმავლობაში იზრდებოდა შიში ჩინეთის საზღვაო გაფართოების გამო და იმის გამო, რომ როგორც ჩანს, აშშ ვერ ასწრებდა პეკინის გამორჩეულ ტემპში გემთმშენებლობას. 10 წლეულების განმავლობაში ჩინეთმა მილიარდობით დოლარი ჩადო თავისი სამხედრო ძალების მოდერნიზებაში. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შეექმნა საბრძოლო ძალა, რომელსაც შეეძლებოდა მისი უდიდესი მეტოქის, შეერთებული შტატების გამოწვევა. მისი ოფიციალური პირები რეგულარულად აჩვენებენ თავიანთ უახლეს სარაკეტო სისტემებს და ამაყობენ მსოფლიოში წამყვანი ძალებით, იმ იმედით, რომ შიშ ჩაუსახავენ ტრებს და დააშინებენ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც გაბედავს მათ წინააღმდეგ წასვლას. მაგრამ პეკინის ბაქიბუქისა და ყოყოჩობის მიღმა ბევრად უფრო მკაცრი სიმართლე იმალება. ჩინეთის სამხედრო ძალა შორს არის იმ სიძლიერისგან, როგორცაც მას წარმოაჩენენ. და ერთი გასოლის გარეშე აშშ-მ არაერთხელ დაანგრია ჩინეთის სამხედრო სტრატეგიები და შეარყია მისი თავდაჯერებულობა, რის გამოც პეკინი იძულებული გახდა ისევ და ისევ თავიდან დაეწყო ყველაფერი. ეს მოხდა 1990-იან წლებში, ეს მოხდა 2000-იან წლებში და ეს ისევ ხდება ამ წუთებში. ეს არის არგუმენტი, რომელიც წამოაყენა მაილს იუმ, ჰადსონის ინსტიტუტის ჩინეთის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა და დირექტორმა, თავის გამანადგურებელ ანგარიში. მას შემდეგ, რაც მაილს იუ ჩინეთის პოლიტიკის მრჩევლად მუშაობდა აშშ-ის მთავრობაში და თავის ცხოვრება ჩინეთის სამხედრო და სტრატეგიული კულტურის შესწავლას მიუძღვნა. ის ამ სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ექსპერტად ითვლება. როცა ის საუბრობს, ხალხი უსმენს. და 2026 წლის მარტში მან დაასკვნა, რომ ჩინეთის სამხედრო გადაწყვეტილებები რეაქტიულია და არა პროაქტიული. მან აღნიშნა, რომ პეკინი საკუთარი ინიციატივით არ მოქმედებს და მისი მთელი თავდაცვის საინვესტიციო სტრატეგია პირდაპირ არის დაკავშირებული შეერთებული შტატების ქმედებებთან. ყოველ ჯერზე, როცა აშშ სამხედრო უპირატესობას აჩვენებს, პეკინი შემდგომში განიცდის პანიკის, წმენდისა და აბსოლუტური არასტაბილურობის პერიოდს, როცა აცნობიერებს, რამდენად უკან არის სინამდვილეში. როგორც ვამბობს, სპარსეთის ყურის ომიდან დაწყებული ირანსა და ვენესუელასთან დაკავშირებულ ბოლო დაპირისპირებებამდე. ამერიკის საბრძოლო უპირატესობამ არაერთხელ გამოავლინა სისტემური სისუსტეები ჩინეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში, რაც იწვევს აჩქარებული მოდერნიზაციის, შიდა კრიზისისა და პოლიტიკური წმენდების ციკლებს. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, აშშ-ს ჩინეთზე თავისი უპირატესობის დასამტკიცებლად არც კი სჭირდება პირდაპირი თავდასხმა. ის უბრალოდ აგზელებს თავის საქმიანობას, ატარებს ოპერაციებს ისეთ ადგილებში, როგორიცაა ლათინური ამერიკა და ახლო აღმოსავლეთი, სწრაფად აღწევს მიზნებს და სამხედრო ინოვაციებს რეალურ საბრძოლო პირობებში ამოწმებს, რათა მათი ღირებულება ყოველგვარი ეჭვის გარეშე დაამტკიცოს. ჩინეთი ამ დროს აკვირდება ამ მოვლენებს მათი განვითარების პროცესში. ის უყურებს, როგორ ანადგურებს ამერიკის სამხედრო ძალა მის გზაზე ყველა მტერს. ის ხედავს, რომ აშშ-ის ძალები ისეთი გამორჩეული ეფექტურობით მოქმედებენ, რომ ხშირად მხოლოდ უმცირეს დანაკარგებს განიცდიან, მაშინაც კი როცა ყველაზე მტრულ ტერიტორიებზე ატარებენ შეტევით ოპერაციებს, მაგალითად 2026 წლის ირანის ომის დროს. და როდესაც პეკინი ამას ყველაფერს ხედავს, ის შიშობს. იუ რამდენიმე გამორჩეულ მაგალითს ასახელებს ამ მოდელის მოქმედების. პირველი მაგალითია 1991 წლის სპარსეთის ყურის ომი. ჩინეთს ამ კონფლიქტში მნიშვნელოვანი როლი არ ჰქონია. ომის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ მან გაეროს რეზოლუციები დაარღვია, როდესაც ნაბიჯები გადადგა ერაპის ხელახალი შეიარაღებისკენ. მაგრამ თავად ომის დროს ჩინეთმა მკაცრად დაგმო ერაპის შეჯრა ქუვეითში და მხარდაჭერა გამოუცხადა კოალიციურ ძალებს, რომელშიც შედიოდნენ აშშ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და მრავალი სხვა დასავლური ქვეყანა, ასევე სხვადასხვა რეგიონის ქვეყნები. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ჯარები ადგილზე არ ყავდა, ჩინეთი ყურადღებით აკვირდებოდა კონფლიქტს და გაკვეთილები გამოიტანა, რომლებმაც მომდევნო წლებში მისი სამხედრო ძალების ფორმირებაზე იქონიეს გავლენა. რადგან როდესაც ომი დაიწყო, მსოფლიოს უმეტესობა, მათ შორის ჩინეთიც, ელოდა ხანგრძლივ და გაჭიანურებულ კონფლიქტს. ერაყს ყავდა უზარმაზარი არმია, ათასობით ტანკი, მასშტაბური საჰაერო თავდაცვის სისტემა და მრავალწლიანი საბრძოლო გამოცდილება ირანთან ომის შემდეგ. იგი უნდა ყოფილიყო წარმოუდგენლად რთული დასაძლევი მოწინააღმდეგე, თუნდაც აშშ-სა და მისი მოკავშირეების გაერთიანებული ძალისთვის. შემდეგ რაც მოხდა, ყველასთვის შოკის მომგვრელი იყო, რადგან აშშ-მ ომის სრულიად ახალი ეპოქა დაიწყო. მისი უახლესი სტელს თვითმფრინავები შეუმჩნევლად გადალახეს ერაბის თავდაცვა. ზუსტი მართვადი იარაღები წარმოუდგენელი სიზუსტით ურტყამდნენ სამიზნეებს. ძალიან მოკლე დროში უთვალავი ერაყული რესურსი განადგურდა. მაშინ როცა აშშ მოწინავე ტექნოლოგიებს, თანამგზავრებს, სადაზვერვო თვითმფრინავებსა და სარდლობის ქსელებს ეყრდნობოდა, რათა ბრძოლის ველზე უპრეცედენტო კონტროლი დაემყარებინა. რამდენიმე კვირაში იმ დროისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არმია ფაქტობრივად განეიტრალდა. პეკინში კი ჩინელი ოფიციალური პირები შიშით ადევნებდნენ თვალს ამ ყველაფერს. არა იმიტომ, რომ ერაყში მომხდარში რაიმე ინტერესი ჰქონდათ, არამედ იმიტომ, რომ ისინი უყურებდნენ ომის ისეთ ფორმას, რომლისთვისაც უბრალოდ მზად არ იყვნენ.
აშშ-ში მოარი თქვა ცივი ომის დროინდელ ტაქტიკაზე და უფრო თანამედროვე და ეფექტური სტრატეგიები შექმნა, ზუსტი იარავის, შეუმჩნეველი სისტემებისა და რეალურ დროში ვითარების აღქმის საფუძველზე. მოულოდნელად ომი აღარ იყო მხოლოდ ის საკითხი, რომელი მხარე ყავდა მეტი ჯარი ან უკეთესი ტანკები და შესაბამისად უფრო დიდი შანსი ჰქონდა გამარჯვების. ის ბევრად უფრო რთულ რამედ გადაიქცა და ინფორმაციის როლი ამ ყველაფრის გულში იყო. აშშ-ში ამტკიცებდა, რომ ბრძოლის ველის დომინირება მონაცემების საშუალებითაც შეიძლებოდა. ჩინეთმა აშკარა და ნათელ დასკვნამდე მივიდა. მისი სახალხო განმათავისუფლებელი არმია PLA აშენებული იყო იმ სამყაროსთვის, რომელიც უკვე აღარ არსებობდა. და თუ ოდესმე აშშ-თან დაპირისპირება მოუწევდა, წარმატების რაიმე შანსი თითქმის არ ექნებოდა. სწრაფად უნდა შეცვლილიყო. ამიტომ შემდეგ წლებში, ზუსტად როგორც იუს თეორია ამბობს, ჩინეთმა ამერიკის ქმედებებზე მასშტაბური მოდერნიზაციის კამპანიის დაწყების დაწყებით უპასუხა. მან დაიწყო უფრო ძლიერი და ზუსტი რაკეტების კვლევა და განვითარება. თავდაცვის ბიუჯეტის დიდი ნაწილი ელექტრონიკასა და კიბერ ომის შესაძლებლობებში ჩადო. მან გააკეთა ყველაფერი, რაც საჭირო იყო, რომ შეეცადა შეემცირებინა სხვაობა აშშ-სთან. და ეს ერთჯერადი იზოლიური შემთხვევა არ ყოფილა. მართლა, როგორც აღნიშნავს, 1989 წელს ბელგრადში ჩინეთის საელჩოზე აშშ-ს ბომბდამშენის თავდასხმამ და 2001 წლის IP-3 ინციდენტმა კიდევ უფრო გაუსვა ხაზი PLA-ის მოწყვლადობას, რაც აჩქარებდა ინვესტიციებს აეროკოსმოსში, კიბერსივრცესა და ანტიწვდომის შესაძლებლობებში. ხშირად, როცა აშშ-ს წარმატებას აღწევდა რომელიმე მნიშვნელოვან სამხედრო ქმედებაში ან ოპერაციაში, ჩინეთის პასუხი ყოველთვის ერთი და იგივე იყო. ის ცდილობდა დაეწია. გარედან პეკინის ძალისხმევა ამბიციურიც და დასაფასებელიც გამოიყურებოდა. წლების განმავლობაში ჩინეთის პორტებიდან დიდი ახალი სამხედრო გემები გაეშვა. თანამედროვე გამანადგურებელი თვითმფრინავები შევიდა სამსახურში და ბალისტიკური რაკეტების პროგრამებმა ახალი სტანდარტები დააწესა. მთელი სამხედრო ძალების შტოები გადაკეთდა და გადაეწყო, რათა თანამედროვე ომის ცვალებად მოთხოვნებს პასუხობდნენ. ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელმა არმიამ მოძველებული, მხოლოდ ცოცხალ ძალასა და ფლოტის ზომებზე ორიენტირებული ძალიდან გადაიქცა ბევრად უფრო დახვეწილ არმიად, რომელიც აღჭურვილია, როგორც ჩანს, უახლესი რაკეტური სისტემებით და მუდმივად განვითარებადი კიბერ შესაძლებლობებით. მაგრამ იუს თქმით, რამდენიმე ძირეული ხარვეზი იყო იმაში, თუ როგორ ცდილობდა ჩინეთი ამ გაუმჯობესებების მიღწევას. პირველი ის არის, რომ ჩინეთი ყოველთვის იმდენად ჩქარობდა სამხედრო მოდერნიზაციას, რომ არ სურდა წლების განმავლობაში ახალი შესაძლებლობების, შიდა და ორგანული გზით განვითარებისთვის დრო დაეთმო. მას არ სურდა საჭირო დროისა და ძალისხმევის ჩადება, როგორც ამას აშშ აკეთებს, რომ დაეგეგმა და დაეხვეწა თავისი დიზაინები, გაეძლო წლების განმავლობაში ცდებისა და შეცდომებისთვის და მიეღო მარცხი როგორც პროცესის ნაწილი. მოკლედ, მას სურდა ინოვაციის დაჩქარება. ამისთვის ის ძლიერ ეყრდნობოდა ისეთ პრაქტიკებს, როგორიცაა უცხოური ტექნოლოგიების შეძენა ან არსებული დიზაინების უკუინჟინერია. ზოგ შემთხვევაში პეკინი კიდევ უფრო არაკეთილსინდისიერ მეთოდებსაც მიმართავდა, მაგალითად ინდუსტრიულ ჯაშუშობას, რათა გაეგო უცხოური სამხედრო საშუალებების შესახებ და შემდეგ მათი ასლის შექმნა ეცადა. ეს ნიშნავდა, რომ სულ მცირე ზედაპირულად მას შეეძლო საკმაოდ სწრაფად შეემცირებინა ეს სხვაობა საკუთარ თავსა და ამერიკას შორის. მაგრამ ტექნოლოგიის შეძენასა და მის სრულფასოვნად დაუფლებას შორის დიდი განსხვავება, რაც მიგვიყვანს მეორე ნაკლოვანებამდე, რომელსაც იუ თავის ანგარიშში უსვამს ხაზს. ჩინეთს შეიძლება ქონოდა ახალი თანამედროვე რაკეტები, თვითმფრინავები და სხვა ტექნიკა სამხედრო აღლუმებზე საჩვენებლად, მაგრამ მას აუცილებლად არ ქონდა ის ძირითადი საინჟინრო სიზუსტე და მასალათმცოდნეობა, რასაც იუ უწოდებს, რაც საჭიროა სტაბილური მუშაობისთვის. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, მას ქონდა ტექნოლოგია, მაგრამ არ ქონდა ცოდნა, რომ სრულად გამოეყენებინა იგი. ეხლა მესამე საკითხი დაკავშირებულია ჩინეთის სამხედრო სამოქალაქო შერწყმის პოლიტიკასთან, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ დაეძლია განსხვავებები და დაეშალა ბარიერები ქვეყნის სამოქალაქო კვლევით, კომერციულ სექტორებსა და სამხედრო სამრეწველო კომპლექსს შორის. თეორიულად ეს კვლავ ჭკვიანური იდეაა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია უზრუნველყოს, რომ თითქმის ყველა სამოქალაქო დონის ინოვაცია, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, კვანტური კომპიუტერები და ნახევარგამტარები, შეიძლება გამოყენებული იქნას სამხედრო ოპერაციებისთვის. ეს ასევე ნიშნავს, რომ ყველა ორგანიზაცია, რომელიც ჩინეთში ოპერირებს, მიუხედავად იმისა, სახელმწიფო საკუთრებაშია კერძოა თუ უცხოური სუბიექტია, იურიდიულად ვალდებულია სამხედროებთან გააზიაროს მონაცემები, თუ კი ამის მოთხოვნა იქნება. რეალურად იუსტმით, ამ პოლიტიკამ თავდაცვის სექტორში კორუფცია და არაეფექტიანობა გააძლიერა, რაც ყველაზე დამანგრეველ შედეგამდე მივიდა. ეჭქვეშ დადგა PLA-ს იარარის ხარისხი და სანდოობა. ეხლა სანამ უფრო ღრმად შევალ თემაში მცირე შენიშვნა. თქვენ უყურებთ The Military Shows და თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერა, ეხლა საუკეთესო დროა ამისთვის. მიუხედავად იმისა, რომ MCF პოლიტიკა ჩინეთის სამხედრო ძალას უფრო დიდსა და უკეთეს უნდა გაეხადა, სინამდვილეში მან ახალი მომწამლელი პრობლემები შემოიტანა, რომელთა გადაჭრაც თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა. რაც ქვეყნის უსაფრთხოებასა და ძალის პროექციაზე დამანგრეველ, ხანგრძლივ შედეგებს ტოეტოებს. აი რატომ?
როდესაც ჩინეთმა ეფექტურად გააერთიანა სამხედრო და სამოქალაქო სექტორები, მან პოლიტიკა ბევრად უფრო ძლიერად შემოიტანა სახალხო განმათავისუფლებელ არმიაში ვიდრე ადრე. და ცენტრალიზებულ პოლიტიკურ სისტემებში ცუდი ამბები საშიშია. ისინი, ვინც კვების ჯაჭვის სათავეში არიან, არ სურთ გაიგონ ნაკლოვანებებისა და მარცხის შესახებ. მათ სურთ მორთ მოისმინონ პროგრესისა და წარმატების ამბები. ამის პირდაპირ შედეგია ის, რომ იწყებს ფორმირებას კულტურა, სადაც პრობლემები იფარება, ნაკლოვანებები უმნიშვნელოდ ითვლება და ლიდერები იღებენ ანგარიშებს, რომლებიც მხოლოდ კარგად მომუშავე საკითხებზეა ორიენტირებული და სრულად გამოტოვებს გამოწვევებსა და ნაკლოვანებებს. სამხედრო სამყაროში ასეთი კულტურა უკიდურესად საშიშია. შეიძლება შეიქმნას ახალი იარაღის სისტემა, რომელიც გარკვეულ იმედს იძლევა, მაგრამ მას ჯერ კიდევ აქვს მრავალი ხარვეზი დიზაინში, რაც რეალურ საბრძოლო პირობებში მას სრულად გამოუსადეგას გახდის. მაგრამ რადგან ადამიანები ძალიან შეშინებულები არიან, რომ თავიანთ უფროსებს თუნდაც ოდნავ ნეგატიური რამ უთხრან, ისინი ყველა ამ პრობლემას უგულებელყოფენ. ამის ნაცვლად მხოლოდ დადებით ანგარიშებს აწვდიან. ისინი ამტკიცებენ, რომ სისტემა სრულყოფილია, რევოლუციურია და მსოფლიო დონისაა. მზად არის საბრძოლო ველზე გამოსაყენებლად, რათა აჩვენოს სახალხო განმათავისუფლებელი არმიის შეუდარებელი ძალა. შემდეგ კი ხდება ის, რომ ეს გადაჭარბებულად შეფასებული, მაგრამ არასრულყოფილი სისტემები სამხედრო სამსახურში შედის, ან სხვა ქვეყნებს ეყიდება. და როდესაც ისინი რეალურად გამოიყენება, მათი ყველა ნაკლი გამომჟრავდება და მთელი მსოფლიო ამას ხედავს. როგორც თავად იუწერს, პროპაგანდაზე აგებული პოლიტიკური სისტემა ხელს უწყობს გადაჭარბებულ განცხადებებსა და თვითმოტყუებას, რაც რეალურ ნაკლოვანებებს ფარავს, მანამ სანამ ისინი ოპერაციულ პირობებში არ გაონჟღავდება. და როდესაც ეს ნაკლოვანებები საბოლოოდ გამომჟღავდება, ჩინეთი ყოველთვის ერთნაირად რეაგირებს. წმენდით. თუ სისტემა, რომელიც უნდა ყოფილიყო გარდამტეხი, აღმოჩნდება საშუალოზე დაბალ დონეზე, ჩინეთის კომუნისტური პარტია იწყებს გამოძიებებს, რომლებიც ხშირად ისეა წარმოდგენილი თითქოს მიზანი, ქვეყნის თავდაცვის სექტორში კორუფციის აღმოფხვრა იყოს. აუცილებლად ამ საგამოძიებო ღონისძიებების რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ ძალაუფლების მქონე ადამიანები მოულოდნელად კარგავენ ამ ძალაუფლებას. სამხედრო ოფიცრებს აიძულებენ გადადგნენ ან ძალით აცილებენ თანამდებობებიდან. თავდაცვის ხელმძღვანელები ერთხამეში ქრებიან საზოგადოებრივი თვალთახედვიდან და ის, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო სერიოზული გამოძიება ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და სახალხო განმათავისუფლებელი არმიის სისტემურ პრობლემებზე, გადაიქცევა უბრალო ჯადოქრების ნადირობად, თავრობის მორიგი განტევების ვაცის მოსაძებნად. როგორც განმარტავს, ეს ქმნის ციკლს, სადაც ტექნიკურ რეფორმებს პოლიტიკურ წმენდებს ანაცვლებენ. პრობლემის ძირეული მიზეზის მოგვარების ნაცვლად, ჩინეთის კომუნისტური პარტია უბრალოდ რამდენიმე ადამიანს გაათავისუფლებს და ისევ იმავე გზით აგრძელებს მოქმედებას, სანამ შემდეგი დიდი მარცხი არ დადგება და ყველაფერი თავიდან არ განმეორდება. ეს არა მხოლოდ აბსურდული ციკლია, არამედ დამანგრეველიც. ყოველ ჯერზე, როცა ჩინეთის კომუნისტური პარტია წმენდას ატარებს, თუნდაც ზოგჯერ კორუმპირებული ჩინოვნიკები გაათავისუფლოს, ამასთან ერთად წლების ან სულაც 10 წლეულების გამოცდილებისა და ცოდნის მქონე ადამიანებსაც კარგავს. და ამით ის საკუთარ შესაძლებლობას სწავლასა და განვითარებაში ასუსტებს. რაც უფრო მეტად გრძელდება ეს ციკლი, მით უარესია შედეგი. იუწერს, რომ ინოვაცია უფრო სახიფათო ხდება და არა უფრო უსაფრთხო. სიმართლე შეცდომაზე უფრო საშიში ხდება. ამიტომ ამერიკას არ ჭირდება ერთი გასროლაც კი, რომ ზეწოლა მოახდინოს ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელ არმიაზე. მას არ ჭირდება პეკინთან პირდაპირ დაპირისპირება, რომ სამხედრო ძალა აჩვენოს. მას უბრალოდ სჭირდება, რომ ყოველ შესაძლებლობაზე გააგრძელოს თავისი უპირატესობის დემონსტრირება, რადგან იცის, რომ ჩინეთის სისტემა პანიკაში ჩავარდება და შემდეგ თავადვე დაიწყებს თვითგანადგურებას. და 2026 წელს აშშ-მ არაერთხელ აჩვენა თავისი უპირატესობა და ჩვენ ვიხილეთ, როგორ განვითარდა ჩინეთის თვითგანადგურების ციკლი, ზუსტად როგორც მოსალოდნელი იყო. მაგალითად, იანვარში აშშ-მ ჩაატარა ოპერაცია აბსოლუტური გადაწყვეტილება. ერთი ღამის განმავლობაში, უფრო ზუსტად კი 3 საათზე ნაკლებ დროში, აშშ-ს ძალებმა დაბომბეს ინფრასტრუქტურა ვენესუელის ჩრდილოეთ ნაწილში, გაანადგურეს საჰაერო თავდაცვის სისტემები და დააკავეს ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გამაგრებული კომპლექსიდან კარაკასში. ამ მიღწევის დასაგვირგვინებლად არც ერთი ამერიკელი არ დაღუპულა ამ პროცესში. შემდეგ თებერვალში ისრაელთან ერთად აშშ-მ დაიწყო ომი ირანთან. მან განახორციელა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და ეფექტური საჰაერო დაბომბვის კამპანია, რაც კი ოდესმე უნახავს მსოფლიოს. რის შედეგადაც განადგურდა ქვეყნის ხელმძღვანელობის დიდი ნაწილი, მათ შორის ყოფილი უზენაესი ლიდერი, ასევე მრავალი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რაკეტების ბაზები და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები. მან განახორციელა საზღვაო ბლოკადა ჰორმუზის სრუტეში, გაანადგურა ირანის სამხედრო ძალების დიდი ნაწილი და მოიგერია მრავალი თავდასხმა. თავად კი მხოლოდ მინიმალური დანაკარგები განიცადა. ორივე ამ კონფლიქტში ამერიკის მოწინააღმდეგეები, ვენესუელა და ირანი ნაწილობრივ ეყრდნობოდნენ ჩინეთის მიერ მიწოდებულ რესურსებს, მათ შორის რაკეტების პლატფორმებს, რადარებსა და საჰაერო თავდაცვის ქსელებს. როგორც აღნიშნავს, ეს რესურსები არაერთხელ ვერ გაართვეს თავი ამოცანას, როდესაც შეეჯახნენ აშშ-ის თანამედროვე სტელსისა და ელექტრონული ომის შესაძლებლობებს. ეს სწორედ ის სისტემებია, რომლებიც ჩინეთში რეკლამირდებოდა როგორც უახლეს და ყველაზე სერიოზულ საფრთხეებთან გამკლავება შეეძლოთ, თუნდაც ძლიერი ზეწოლის პირობებში. თუმცა, თითოეულმა მათგანმა პირველივე დაბგოლებაზე ჩავარდა.
ფლაგმანი, საჰაერო თავდაცვის სისტემა HQ-9B, რომელიც როგორც იუწყებიან, ირანში გამოიყენებოდა მაგალითად, ვერ შეძლო ამერიკული ან ისრაელის თვითმფრინავების შეჩერება. ჩინეთის YLC-8B რადარებიც შედარებით უსარგებლო აღმოჩნდა და სწრაფად გაანადგურეს. და მაშინაც კი, როდესაც ირანმა ჩინეთში წარმოებული ზებგერითი CM-302 ანტისაზღვაო რაკეტები გამოიყენა, მათ ვერ მოახერხეს სამიზნეებში მოხვედრა. ამ წარუმატებლობების დანახვის შემდეგ ჩინეთის კომუნისტურ პარტიას შეეძლო და ალბათ უნდა ჩაეტარებინა სერიოზული გადახედვა იმაზე, თუ როგორ და რატო იყო ეს იარაღის სისტემები ასე მაღალ შეფასებული, თუმცა ვერ გაამართლა მოლოდინები. ამის ნაცვლად მან ისევ ის გააკეთა, რასაც ყოველთვის აკეთებს. კიდევ ერთი წმენდა მოაწყო. როგორც იუგანმარტავს ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის მრავალი მაღალი რანგის მეთაური, ფაქტობრივად არ არსებულ პირად იქცა და საზოგადოებრივი თვალსაწიერიდან გაქრა, მათ შორის უმაღლესი დონის ხელმძღვანელი პირებიც. ბევრი გამოცდილი სამხედრო გენერალი უბრალოდ გაქრა საზოგადოებრივი გამოჩენებიდან და პოლიტიკურ შეკრებებიდან და შეფასებით ქვეყნის ცენტრალური სამხედრო კომისიის, რომელიც ჩინეთში უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელი ორგანოა, დაახლოებით 2/3 წლის დასაწყისიდან თანამდებობიდან მოხსნილია. მეცნიერებისა და ინდუსტრიის სექტორშიც კი წმენდის პროცესმა თავისი კვალი დატოვა. იუმოყავს მაგალითებად ჰუ იონგმინი, რომელიც საზღვაო ავიაციისა და ავიამზიდების განვითარების ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერი იყო, და Yang Wei, რომელიც ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი თანამედროვე გამანადგურებელი თვითმფრინავების კონსტრუქტორია. სხვა მნიშვნელოვანი ფიგურები, რომლებიც წმენდას ემსხვერპლენ, არიან Hua Weini, თავდაცვის სარაკეტო მკვლევარი და Wu Manqingi, რადარისა და ანტისტელსის სპეციალისტი. ზოგიერთი ოფიციალური პირი კიდევ უფრო მკაცრად დაისაჯა. მაგალითად, Tan Ruisongi, ჩინეთის საავიაციო ინდუსტრიის კორპორაციის თავმჯდომარე, რომელსაც კორუფციის ბრალდებით პირობითი სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. სხვა პირები იდუმალ ვითარებაში დაიღუპნენ, მაგალითად Pang Daineni და Yang Hongi, რომლებიც ორივე ჰიპერსონიკური იარაღის მკვლევრები იყვნენ მრავალწლიანი გამოცდილებით. ეს ყველაფერი ამერიკის სამხედრო ტრიუმფების პირდაპირი შედეგია, რომლებმაც, როგორც იუგანმარტავს, ორმაგი გავლენა მოახდინა ჩინეთის იარაღის განვითარებაზე. ერთი მხრივ, აშშ-ში წარმატებებმა ჩინეთი აიძულა ადაპტირებულიყო, სწრაფი მოდერნიზაციის კამპანიები დაეწყო და გაეუმჯობესებინა თავისი შესაძლებლობები. უზარმაზარი თანხები და რესურსები ჩაედო ახალი იარაღის, ტექნიკის, ხომალდების და თავდაცვითი სისტემების განვითარებაში, რათა ეს ყველაფერი მსოფლიოსთვის ეჩვენებინა. ამავე დროს ამერიკის ოპერაციებმა ისეთ ადგილებში, როგორიცაა ირანი და ვენესუელა, ასევე სტრეს ტესტის როლით შეასრულა ჩინეთის წინსვლისთვის. და სამწუხაროდ პეკინისთვის ამ ტესტებში მან არაერთხელ ვერ შეძლო წარმატების მიღწევა. მისი სამხედრო საშუალებები აღმოჩნდა სუსტი, ხარვეზიანი და სრულიად უნარო, რომ გაემართლებინა მათ მიმართ არსებული მაღალი მოლოდინები. ეს თავის მხრივ ქაოსის ტალღას იწვევს თავად ჩინეთის კომუნისტურ პარტიაში, სადაც ჩინეთის თავდაცვისა და კვლევითი სექტორების მასშტაბით მოხელეები მასობრივად იწმინდებიან. საბოლოო შედეგს იუ პარადოქსად აღწევს, სადაც ჩინეთის კომუნისტური პარტიის მისწრაფება გაუტოლდეს ან გადააჭარბოს აშშ-ს, უბიძგებს მას უფრო და უფრო ამბიციური სამხედრო პროგრამების განხორციელებისკენ. თუმცა სწორედ ის სისტემა, რომელიც ამ პროგრამებს შესაძლებელს ხდის, ასევე უშლის ხელს მათ რეალური პოტენციალის სრულად გამოვლენაში. თუ ჩინეთს უფრო რაციონალური, რეალობაზე დაფუძნებული სისტემა ეკრებოდა, ან პოლიტიკასა და სამხედრო ძალას შორის უფრო მკაფიო გამიჯვრა იქნებოდა, მაშინ შესაძლოა ასეთი რამ არ მოხდებოდა. ქვეყანა შეძლებდა საჭირო დროისა და ძალის ხმევის ჩადებას თავისი სამხედრო ამბიციების მისაღწევად, ისევე როგორც სხვა დიდ სამხედრო ძალებს, გადაეტანა წარმატებები და წარუმატებლობები. მარცხი აღიქვა არა როგორც რამე, რაც უნდა უგულებელყო ან დასაჯო, არამედ როგორც რამე, რაც უნდა მიიღო, როგორც სწავლის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამის ნაცვლად ჩინეთმა შექმნა სისტემა, რომელიც ნამდვილი ინოვაციის უნარს მთლიანად აქრობს. ამიტომ პროგრესი კვლავ არათანაბარი და საშიშად მყიფეა. დასასრულს იუაღნიშნავს. სანამ ეს დინამიკა გაგრძელდება, აშშ-ს სამხედრო უპირატესობის ყოველი ახალი დემონსტრაცია არა მხოლოდ გარე გამოწვევა შეუქმნის ჩინეთს, არამედ შიდა დესტაბილიზაციასაც გამოიწვევს, რითაც კიდევ უფრო გააღრმავებს იმ განსხვავებას, რომლის აღმოფხვრასაც ჩინეთი ცდილობს. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი პირდაპირ არ უპირისპირდება ჩინეთს ბრძოლის ველზე, ის კვლავ ინარჩუნებს უპირატესობას პეკინთან შედარებით. ყოველი სამხედრო ოპერაცია აშშ-ს დომინირების დემონსტრირებას ემსახურება, რაც კვლავ და კვლავ არღვევს და დესტაბილიზაციას უწევს მისი უდიდესი გლობალური მეტოქის სტრატეგიებს. 2027 წელი ახლოვდება. წელი, რომელსაც ზოგიერთი მიიჩნევს გადამწყვეტად ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის მიერ ტაივანზე შეჭრის გეგმებისთვის, სულ რამდენიმე თვეში დადგება. ჩინეთის რესურსები მზად იქნება. მისი სამხედრო ძალა საკმარისად ძლიერი იქნება იმისთვის, რაც სი ძინპინს სურს, მაგრამ ჩინეთს ერთი პრობლემა აქვს. ალში რაღაც არის, რამაც ჩინეთის ტაივანზე შეჭრის გეგმები ჯერ კიდევ დაწყებამდე გაანადგურა. ტაივანს ჩინეთის შეჩერების ბრწყინვალე გეგმა აქვს და ის მოიცავს იმას, რასაც არავინ ელოდა, არაფრის კეთებას. რატო? იმიტომ რომ ჩინეთს არ აქვს ის სამხედრო ძალა, რაც ტაივანის დასაპყრობას სჭირდება. და ყველაფერი წყალს უკავშირდება, რომელიც ჩინეთმა უნდა გადალახოს. ეხლა ვიცით, რომ ეს გიჟურად ჟღერს. განსაკუთრებით, როცა მხოლოდ ციფრებს შეხედავთ.
არც ერთი სფერო არ არის, სადაც ტაივანს უპირატესობა ექნება, თუ უბრალოდ მის სამხედრო ძალას ჩინეთისას შევადარებთ, რომ ნახოთ ვინ აჯობებს. ჩინეთის 2,35,000 მოქმედი სამხედრო პერსონალი სრულად აჭარბებს ტაივანის 230,000 და თუნდაც ტაივანის 1,647,000 რეზერვისტი დავამატოთ, ჩინეთს 510,000 რეზერვი ჰყავს, რაც მას ადამიანური რესურსის აშკარა უპირატესობას უნარჩუნებს. ჩინეთი ყოველწლიურად 10-ჯერ მეტ თანხას ხარჯავს სამხედრო ძალებზე ვიდრე ტაივანი. მას ჰყავს 3,529 თვითმფრინავზე მეტი ტაივანის 720-ის წინააღმდეგ საზღვაო ფლოტი, რომელიც თითქმის 10-ჯერ აღემატება ტაივანისას და რა თქმა უნდა უამრავი რაკეტა. ჩანს თითქოს ჩინეთს ყველა კოზირი აქვს, მაგრამ ასე არ არის. ეხლა შეიძლება იფიქროთ, რომ ვაპირებთ თქვათ თითქოს აშშ-ის და სხვა დიდი ინდოცხნარი ოკეანის ძალების ჩარევა სი ძინპინის გეგმების დასასრულს ნიშნავს, მაგრამ ამას არ ვიტყვით. ყველა ეს ფაქტორი შეიძლება ჩაერთოს საქმეში, განსაკუთრებით თუ ჩინეთი იმ მთავარ ბერკეტს დაემუქრება, რომლითაც ტაივანი დანარჩენ მსოფლიოზე ზემოქმედებს. თუმცა სხვა ქვეყნების ჩარევის გარეშეც კი ჩინეთის გეგმა ტაივანთან დაკავშირებით არ იმუშავებს. ტაივანს შეუძლია საკუთარი თავის დაცვა დამოუკიდებლად და ამის ძალიან ნათელი მიზეზი არსებობს. ტაივანის დასაპყრობად ჩინეთმა უნდა განახორციელოს თანამედროვე სამხედრო ისტორიის ყველაზე მასშტაბური ამფიბიური შეტევა და მას ამის გამოცდილება არ აქვს. მოდით დროში უკან დავბრუნდეთ და გადავხედოთ ოპერაცია Overlords მეორე მსოფლიო ომის დროს. 1944 წელს დაწყებული და ხშირად დიდი დღის სახელით ცნობილი ოპერაცია Overlord იყო და დღემდე რჩება ყველაზე მასშტაბურ ამფიბიურ შეჭრად ომის ისტორიაში. სტატისტიკა სრულად ასახავს ამ ამბავს. მოკავშირეებმა ნორმანდიაში 5 პლაჟზე გადასმისთვის 5,000-ზე მეტი ხომალდი გამოიყენეს. 150,000-ზე მეტი ჯარისკაცი გადავიდა ნაპირზე, ხოლო დიდ ბრიტანეთში 1,4 მილიონი ამერიკელი სამხედრო იყო განთავსებული, რომლებიც მზად იყვნენ ლოგისტიკური მხარდაჭერისა და საფრანგეთში ჯარების უწყვეტი ნაკადის უზრუნო საპობად, როგორც კი გადასხმა დასრულდებოდა. თუ ყველა დანარჩენ მოკავშირესას დაუმატებთ, დიდ ბრიტანეთში 12 ქვეყნიდან 2 მილიონი ჯარისკაცი იყო განთავსებული, რომლებიც მზად იყვნენ ბრძოლა გერმანიაში გადაეტანათ. მოკავშირეებს უკვე ჰქონდათ საჰაერო უპირატესობა გადასხმის დაწყებამდე, რაც მათ საშუალებას აძლევდა დაახლოებით 14,000 საბრძოლო გაფრენა განეხორციელებინათ ამფიბიური ოპერაციის მხარდასაჭერად. და მიუხედავად ამისა, ეს გადასხმები წარმოუდგენლად სისხლიანი აღმოჩნდა. საბოლოო ჯამში მოკავშირეებს დაახლოებით 10,500 მსხვერპლი დაუჯდათ. რატომ გიყვებით ამ ყველაფერს? საქმე იმაშია, რომ ოპერაცია Overlord-ი მოკავშირეებმა შედარებითი უპირატესობის პოზიციიდან ჩაატარეს. ჩინეთს ასეთი პოზიცია არ აქვს, როდესაც ტაივანზე ამფიბიური შეტრისთვის ემზადება. რიცხვები შეიძლება ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის სასარგებლოდ იყოს, მაგრამ განსაკუთრებით ჩინეთის საზღვაო ძალებს არ აქვთ ის რესურსები, რაც საჭიროა მსგავსი ოპერაციის ჩასატარებლად, რომელიც ჯარისკაცების ტაივანში გადასროლას უზრუნველყოფდა. საწესისთვის 2 მილიონიანი არმია ისეთი არ არის, როგორც ჩანს. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ჩინეთი თავის 2 მილიონ ჯარისკაცს მთლიანად ტაივანზე გადაიტანს, მაგრამ რეალობაში ასე არ მოხდება. ჩინეთს სჭირდება ჯარისკაცების განლაგება ინდოეთის საზღვართან, რათა იქ თავისი პოზიცია შეინარჩუნოს. ამჟამად ამ რეგიონში დაახლოებით 25,000 ჯარისკაცია. ჩინეთის შიგნითაც კი ჯარისკაცები განლაგებულნი არიან სი ძინპინისა და მისი შიდა ინტერესების დასაცავად. მთავარი ისაა, რომ ადამიანური რესურსების უპირატესობა თავიდან ისეთი დიდი არ არის, როგორც ჩანს. მაგრამ ჩინეთის ბევრად უფრო დიდი პრობლემა არაა ის, რამდენი კაცის გამოყოფა შეუძლია. მთავარი სირთულე იმაშია, როგორ გადაიყვანოს ეს ჯარისკაცები ტაივანში. აქ წყალი ერთვება საქმეში. ოპერაცია Overlord-ის დროს 100,000 ჯარისკაცი შედარებით მშვიდი ინგლისის არხის გავლით გადავიდა საფრანგეთში. ეს არხი ინგლისსა და საფრანგეთს ყველაზე ვიწრო ადგილას დაახლოებით 35 კილომეტრით ყოფს და ოპერაცია Overlord-ს ძალიან რთული ამინდის პირობებზე ფიქრი არ დასჭიროებია. მაგრამ ჩინეთი მას უნდა გადაკვეთოს ტაივანის სრუტე, რომ საერთოდ ჰქონდეს შანსი დესანტი გადასხას მტრის ტერიტორიაზე. და ეს ბევრ მიზეზთა გამო რთული ამოცანაა. პირველ რიგში ეს არის მანძილი. ჩინელ ჯარისკაცებს ტაივანამდე გემით დაახლოებით 5-ჯერ მეტი მანძილის გალვა მოუწევთ, ვიდრე მოკავშირეებს ნორმანდიის სანაპიროზე გადასხმისას. ეს მანძილი ტაივანს დროს აძლევს და ამ დროს ტაივანი გამოიყენებს იმისთვის, რომ ჩინეთის ავიაციის წინააღმდეგ საზენიტო რაკეტები გაუშვას, წყალქვეშა ნავები გაგზავნოს გემების დასაზიანებლად და ანტისაზღვაო რაკეტები და დრონები გაუშვას ჩინეთის ნებისმიერი ძალის მიმართულებით. ეს ტაივანის საჰაერო ძალებსაც რომ არ ვახსენოთ. გახსოვდეთ, მოკავშირეებს საჰაერო უპირატესობა ჰქონდათ ოპერაცია Overlord-ამდე. ჩინეთს ეს უპირატესობა ტაივანზე არ აქვს, ასე რომ ჩინეთს არ შეუძლია დაუსჯელად დაბომბოს პლაჟები და ტაივანის სანაპირო დაცვა ციდან. მაგრამ ეს ყველაფერი მოითხოვს, რომ ტაივანმა რეალურად რაღაც გააკეთოს. ჩვენ გითხარით, რომ ტაივანს არაფრის გაკეთება არ მოუწევდა. და ამის მიზეზი ისაა, რომ ტაივანის სრუტე აბსოლუტურად დაუნდობელი წყლის სივრცეა. ინგლისის არხი მშვიდია, მაგრამ სასიკვდილო ტაივანის სრუტეში ნავიგაცია ამინდის გამო ყველაზე ხელსაყრელ პირობებშიც კი წარმოუდგენლად რთულია. ივნისიდან აგვისტომდე და ისევ ნოემბრიდან თებერვლამდე ტაივანის სრუტეში ხშირია მუსონები და თუნდაც ტაიფუნები, რაც ამფიბიურ ოპერაციებს თითქმის შეუძლებელს ხდის.
საუკეთესო შემთხვევაში ჩინეთს მოუწევდა შეეგუოს ათეულობით გემისა და ათასობით ჯარისკაცის დაკარგვას, თუ ის ამ თვეებიდან რომელიმეში შეტევას განახორციელებდა. ამიტომ ჩინეთს შეზღუდული აქვს დრო, როდის შეუძლია შეტევა და ეს ნიშნავს, რომ ტაივანს შეუძლია იმ თვეებისთვის მოემზადოს, როცა ტაივანის სრუტე მშვიდია. თუნდაც ჩინეთმა შეტევა განახორციელოს წვიმიან ზაფხულის თვეებში, ეს დაგვიანებები ტაივანს მეტ შესაძლებლობას მისცემს ჩინეთის გემები დაარტყას მანამ სანამ ისინი სანაპიროსთან მიახლოდებიან. და დაუშვათ ჩინეთმა შეძლო ამ პირდაპირი მნიშვნელობით შტორმების გადალახვა. მერე რა ხდება? ოპერაცია ოვერლორდის დროს მოკავშირეებს ნორმანდიაში სანაპიროების არჩევანის საშუალება ჰქონდათ. დიახ, ეს სანაპიროები გამაგრებული იყო, მაგრამ ყველა იმ ფაქტორის კომბინაცია, რაც ვახსენეთ, განსაკუთრებით საჰაერო უპირატესობა, იმას ნიშნავდა, რომ მოკავშირეები ძალიან კარგ პოზიციაში იყვნენ ამ სანაპიროების შტურმისთვის. ტაივანის სულ სხვა ამბავია. ტაივანის მთიანი გეოგრაფია მნიშვნელოვნად ართულებს ჩინეთის ამფიბიურ დესანტს. ტაივანის დაახლოებით 60% მთებით არის დაფარული. მიუხედავად იმისა, რომ ტაივანს რამდენიმე ათეული ხელმისაწვდომი სანაპირო აქვს, Newsweek აღნიშნავს, რომ ჩინეთი შეზღუდული იქნება და ჯარის გადასხმა მხოლოდ 20-ზე ნაკლებ წითელ სანაპიროზე შეიძლება. ყველა ეს სანაპირო და მათი სანაპირო ზოლი გამაგრებულია და ჩინეთს მაინც მოუწევს თითქმის შეუძლებელი რელიეფის გადალახვა, რათა ტაიპეიში მოხდეს, სადაც დაიწყება ურბანული ბრძოლები და ჩინელი ჯარისკაცების მცირე ნაწილი, ვინც იქამდე მიაღწევს, სერიოზულად არახელსაყრელ მდგომარეობაში არ მოჩდება. ეს ისევ ადამიანურ რესურსებზე გვაბრუნებს. უკვე ვახსენეთ, რომ ტაივანის არმიას ადამიანური რესურსი ჩინეთის არმიასთან შედარებით ნაკლები აქვს, თუნდაც რეზერვების გათვალისწინებით. მაგრამ ეს მხოლოდ მშრალი ციფრებია. რეალურად ჩინეთს 100,000-ობით ჯარისკაცის შინ ქვეყანაში დატოვება მოუწევს შიდა უსაფრთხოებისთვის, ხოლო ტაივანს 1,6 მილიონზე მეტი რეზერვისტი ყავს მოქმედი არმიის გარდა, რომლებიც ყველა ერთადერთი მიზნისთვის იბრძოლებენ, საკუთარი ქვეყნის დასაცავად. ჩინეთმა უნდა სცადოს ამ რაოდენობის შესაბამისი ძალების მობილიზება, მაგრამ ტაივანის სრუტეში არსებული პირობები ამას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის. საბოლოო ჯამში პრობლემა მხოლოდ ჯარისკაცების გადასხმა კი არ არის. მთავარი გამოწვევა მათი მომარაგება. სტაბილური მომარაგების მარშრუტების შექმნა ტაივანში, თუნდაც ჩინეთმა შეძლოს სადესანტოდ ვარგის რამდენიმე სანაპიროზე ფეხის მოკიდება, ლოგისტიკური კოშმარი. ტაივანს აქვს ანტიგემის და საზენიტო რაკეტები, ძალიან თანამედროვე რაკეტები, რაც მისი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დამსახურებაა. შეერთეთ მათი გამოყენება მომარაგების გემებისა და სატვირთო თვითმფრინავების გასანადგურებლად იმ ფაქტთან, რომ ჩინეთს ტაივანის სრუტის გამოყენება წელიწადში მხოლოდ 6 თვის განმავლობაში შეუძლია და მიიღებთ ლოგისტიკურ კატასტროფას, რომელიც მხოლოდ მოხდენას ელოდება. შეიძლება ჩინეთმა მართლაც შეძლოს 100,000 ჯარისკაცის გადასხმა ტაივანზე, მაგრამ დიდი ალბათობით ეს ჯარისკაცები მოწყვეტილნი იქნებიან მომარაგებას, შეხვდებიან თითქმის გაუვალ რელიეფს და მოუწევთ სრულად მობილიზებულ ტაივანის არმიასთან ბრძოლა. ეს ბევრად აღემატება იმას, რასაც ჩინეთი რეალურად შეძლებს, მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდზე მას ადამიანური რესურსების უპირატესობა აქვს. ადმირალი ალი შიმინ, რომელიც 2019 წლამდე ტაივანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი იყო, ამას სრულყოფილად აჯამებს, როდესაც 2023 წელს The Economist-თან საუბრობს. ეს მათი სუსტი წერტილია, ამბობს ალი გამოცემასთან. თუ ტაივანი არ დანებდება, როგორც კი დადგან ფეხს, მაინც მოგიწევს ბრძოლა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. იქნება 1 კვირა, 2 კვირა, ან რამდენიც არ უნდა იყოს. სად არის თქვენი ლოგისტიკა? თქვენი ლოგისტიკური მხარდაჭერა უნდა გადმოვიდეს სრუტეზე, მაგრამ ჩვენსას ეს არ ჭირდება. ჩვენ ჩვენს ეზოში ვიბრძვით. 2023 წლიდან არაფერი შეცვლილა. და ეს ნიშნავს სისა და ჩინეთისთვის, რომ ჩინეთის გამარჯვების გზა ძალიან ვიწროა. თუნდაც არ გავითვალისწინოთ სხვა ქვეყნების ჩარევა ტაივანის დასაცავად. მაგრამ საქმე კიდევ უფრო ღრმაა. სის ტაივანზე შეჭრა არ იქნება მხოლოდ იმაზე ამბავი, რომ ტაივანის ცხლებში რაღაცა მას გეგმებს ჩაუხშაუშლის. ჩინეთის სამხედრო ძალა ისეთი არ არის, როგორიც ჩანს. ქვეყნის ეკონომიკა თითქმის კოლაფსის ზღვარზეა და არც კი რაკეტებზე დამყარებული სტრატეგია, რომელიც ამფიბიური შეჭრის წინ აირჩევა იმუშავებს. რატო? სანამ ამ კითხვებზე პასუხს გაგცემთ, სწრაფად შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. ამიტომ თქვნით ვიდეოებს, რათა ვაჩვენოთ, როგორ მუდრაობს ძალა სინამდვილეში. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, ერთი წამით დააწეკით რილაქს, რომ ნახოთ მეტი მსგავსი ვიდეო. მაშ, ჩინეთის სამხედრო ძალა. მას მხოლოდ ის აბსოლუტური კოშმარი არ ელის, რაც ტაივანის სრუტის გადაკვეთა და მომარაგების მარშრუტების შენარჩუნებაა. ჩინეთს ასევე უწევს ამ ყველაფრის გადალახვა მაშინ, როცა მისი არმია, მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდზე უზარმაზარია, რეალური საბრძოლო გამოცდილება არ აქვს. აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მინისტრმა და ცენტრალური სადაზვერო სააგენტოს ხელმძღვანელმა რობერტ გეიტსმა ეს არნიშნა მაისში CBS-ის Face the Nation-ის ინტერვიუში და განაცხადა. დღეს არც ერთ ჩინელ გენერალს ან ადმირალს ერთი დღეც კი არ აქვს საბრძოლო გამოცდილება. ბოლოს ამ ხალხმა იბრძოლა 1979 წელს და ჩრდილოეთ ვიეტნამელებმა მათ სერიოზული ზიანი მიაყენეს. ის გენერლები უკვე დიდი ხანია აღარ არიან. ისინი სი ძინპინმა წმენდის დროს ჩამოიშორა. და ეს კიდევ ერთი პრობლემაა, რომელსაც ჩინეთი აწყვდება. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ქაოსშია. მაისში ჩინეთის ორი ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ვეი ფენგე და ალი შანგსიანგფუ პირობითი სასიკვდილო განაჩენით დასაჯეს, თითქოს ქთამის გამო, მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ ისინი სი ძინპინს გარკვეულ საკითხებში არ ეთანხმებოდნენ. ორივე მათგანი ჩინეთის პრეზიდენტმა წმენდის დროს ჩამოიშორა და ახლა ისინი ყველაზე მკაცრ სასჯელს ელის.
რაც ჩინეთმა სამხედროების მრავალწლიანი წმენდის პერიოდში მიუსაჯა. და ასეთი მასშტაბური წმენდის ხსენებაც თავისთავად სერიოზული საკითხია. სტაბილურობა სახალხო განმათავისუფლებელ არმიაში არ არსებობს. მიუხედავად მისი ზომისა და ჩინეთის ინვესტიციების მასშტაბისა, კორუფცია და წმენდები ანგრევს ნებისმიერ სერიოზულ სტრატეგიულ გეგმას, რაც შეიძლება ჩინეთს კონდეს ტაივანთან დაკავშირებით. 2025 წლის ოქტომბერში ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ კორუფციასთან ბრძოლის მასშტაბური კამპანიის ფარგლებში ქვეყნის 9 უმაღლესი გენერალი გააძევა. არა რომ ამას მნიშვნელობა კონდეს, ჩინეთის სამხედრო ძალა ადამიანური რესურსების გარდა მთლიანად გახსნილია. აირასტერდა ნაციონალ ინტერესტი 2026 წლის იანვარში, როცა აღნიშნა, რომ კორუფცია ჩინეთის სამხედრო ძალებში იმდენად გავრცელებულია, რომ მასში ზოგიერთ ხელმძღვანელობაც კი მონაწილეობს. თხევადი სათვავით აღჭურვილი რაკეტები, რომლებსაც ჩინეთი ტაივანის წინააღმდეგ გამოიყენებდა, სინამდვილეში წყლით არის სავსე. ისინი არსად წავა მაშინ, როცა გაშვების ბრძანება გაიცემა. ასე რომ ხედავთ, როგორ ასუსტებს ჩინეთი საკუთარ თავს შიგნიდან, როცა საქმე ტაივანზე შეჭრას ეხება. კიდევ ერთხელ, ტაივანს არაფრის გაკეთება არ სჭირდება. ეს მთლიანად ჩინეთის შექმნილი პრობლემაა და შედეგად წარმოშობილი დესტაბილიზაცია კიდევ უფრო მეტ სირთულეს შეუქმნის ამფიბიურ შეჭრას, რომელიც ისედაც სავსეა საფრთხეებით. და წმენდები კიდევ უფრო ღრმაა, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში არსებული China Power Project ამას უსვამს ხაზს. 2022 წლიდან ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის 100-ზე მეტმა უფროსმა ოფიცერმა მიიღო გათავისუფლების ბრძანება. რაც ჩინეთის სამხედრო ძალების ზედა ეშელონების სრულ გადახალისებას ნიშნავს იმ 5 წლის განმავლობაში, რაც 2027 წლის მოსალოდნელ შეჭრამდეა დარჩენილი. კორუფციას ხშირად აბრალებენ ამ წმენდებს, მაგრამ არსებობს კორუფციის მეორე ფენა, წყალს, რაკეტებსა და ქრთამებს მიღმა. სახალხო განმათავისუფლებელ არმიაში არსებობს ორმაგი სარდლობის ჯაჭვი, სამხედრო და პოლიტიკური. პოლიტიკური მხარის შემთხვევაში სანდოობას, რაც ნიშნავს სიის ნებისმიერ სიტყვაზე დათანხმების მზადყოფნას, უფრო მეტად აფასებენ, ვიდრე გონიერებასა და ძლიერი გადაწყვეტილებების მიღების უნარს. ამიტომ ჩინეთის არმიას ფაქტობრივად უწევს შიდა ძალაუფლებისთვის ბრძოლასთან გამკლავება, რაც სიის ყველაფრის კონტროლის ცდელობის შედეგია. რაც შეეხება ჯარისკაცებს, მათ არ ენდობიან, რომ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები, რაც ნიშნავს, რომ ტაივანზე ნებისმიერი შეჭრა მოუწევს გაუმკლავდეს პრობლემას, როცა გამოუცდელი რობოტებივით მოქმედი ჯარისკაცები არ იციან, რას უნდა აკეთებდნენ სინამდვილეში. ეს მოსალოდნელი კატასტროფაა. მაგრამ რა მოხდება თუ ჩინეთი უბრალოდ გამოტოვებს ცოცხალი ძალის გამოყენებას და აირჩევს რაკეტებზე დაფუძნებულ სტრატეგიას? ტაივანის შორიდან დაბომბვა გარკვეულ პრობლემებს გადაჭრიდა, რომლებიც კორუფციასა და ტაივანის სრუტეს უკავშირდება. და ჩინეთს ნამდვილად აქვს საკმარისი რაკეტები ესეთი სტრატეგიისთვის. როგორც აშშ-ის არმიის უნივერსიტეტის გაუმცემლობა აღნიშნავს, ჩინეთის სამხედრო ძალას აქვს 2200-ზე მეტი ჩვეულებრივი საბრძოლო ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა. ასევე საკმარისი ანტიგემის რაკეტები, რომ მთელი აშშ-ის საზღვაო ფლოტზე შეტევა განახორციელოს. თუნდაც გამოვირიცხოთ ადრე ნახსენები წყლით დაზიანებული რაკეტები, მაინც საკმარისი ცეცხლის ძალაა, რომ ტაივანზე შეტევა განხორციელდეს. თუმცა ჩინეთს რეალურად არ შეუძლია ამ რაკეტებით ტაივანის გულში დარტყმა. რატომ? ნახევარგამტარები. ეს ჩიპები აუცილებელია მთელი გლობალური ეკონომიკისთვის და რაც მთავარია, ისინი საჭიროა მსოფლიოში არსებული ყველა თანამედროვე რაკეტისა და სამხედრო აღჭურვილობისთვის. და ტაივანი გლობალური ნახევარგამტარების ინდუსტრიის გულია. გლობალური ტაივანის ინსტიტუტის ცნობით, ქვეყნის ნახევარგამტარების ტესტირების და შეფუთვის ინდუსტრიებმა მარტო 2023 წელს ბაზრის 50% დაიკავეს. ამჟამად ტაივანი აწარმოებს ყველაზე თანამედროვე ჩიპების 90%-ს და ნახევარგამტარების ფაბრიკაციის ბაზრის 70%-ს იკავებს. მთელი მსოფლიოს ტექნოლოგიური სიცოცხლის ძარღვი ტაივანური ჩიპების გულში ცემს და ჩინეთიც ისევეა დამოკიდებული როგორც ყველა სხვა. საგარეო ურთიერთობათა საბჭო ამას უსვამს ხაზს. აღნიშნავს, რომ ჩინეთი ყოველწლიურად 400 მილიარდი დოლარის ღირებულების ნახევარგამტარებს იმპორტირებს და ამ სფეროში მხოლოდ 16%-იან თვითქმარობას მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლისთვის მიზნად 70%-ს ისახავს. და უარესი ისაა, რომ ჩინეთი არ აწარმოებს იმ ნახევარგამტარებს, რომლებიც გამოიყენება თანამედროვე შეიარაღებაში. ტაივანი აწარმოებს. რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც ჩინეთს ტაივანი სურს. თუ ნახევარგამტარებს აკონტროლებ, სამყაროს აკონტროლებ იმგვარად, როგორც ამას ბევრი ვერ აფასებს. აი სწორედ ეს ხდის რაკეტებზე დაფუძნებულ სტრატეგიას ჩინეთისთვის ასეთ საშიშად. ჩინეთს შეუძლია კვირების განმავლობაში გაუშვას რაკეტები თაიფეისკენ. რა თქმა უნდა, მაგრამ საკმარისია მხოლოდ ერთი რაკეტა არასწორად მოხდეს და სოფლიოს მოწინავე ნახევარგამტარების მარაგი განადგურდება. ტაივანი ამას კარგად იცის და შესაძლოა მას ჰქონდეს კიდეც ეგრეთ წოდებული სილიკონის ფარის გეგმა, რომლის მიხედვითაც ჩინეთის შეჭრის საფრთხის შემთხვევაში თავად გაანადგურებს, ან მინიმუმ გაანადგურებით დაემუქრება საკუთარ ნახევარგამტარ ინდუსტრიას. უკვე რამდენჯერმე ვახსენეთ სხვა ძალების ჩარევა. აი რატომ მოუნდებათ ამ ძალებს ჩარევა? თუ ტაივანის ჩიპების ქახნები დაინგრევა, ჩინეთის ხელით თუ თავად ტაივანის, ეს გამოიწვევს კატასტროფას, რომელიც დააზიანებს სამხედრო მომარაგებას და შეიძლება ითქვას მთელ მსოფლიოს. აი რას ნიშნავს ბერკეტი პრაქტიკაში? ტაივანს მხოლოდ იმის მუქარა სჭირდება, რომ ყველაფერს ააფეთქებს და ამით მთელ მსოფლიოს ელექტრონიკა დაეცემა.
ხოლო ეს მუქარაც კი საკმარისი იქნებოდა, რომ სოფლიოს ყურადღება ჩინეთისკენ მიეპყრო, რაც ძლიერ ზეწოლას გამოიწვევდა და სი ძინპინს უკან დახევას აიძულებდა. მაგრამ თაივანს შეიძლება არც კი დაასჭირდეს ასე შორს წასვლა. აიღეთ წყალი, სამხედრო არაკომპეტენტურობა, კორუფცია და ჩიპები და მიიღებთ დამღუპელ ნაზავს სი ძინპინისთვის და მისი ტაივანის გეგმებისთვის. მაგრამ ამ ყველაფერს კიდევ ერთი პრობლემა ემატება, რომელიც ხელს შეუშლის ნებისმიერ გრძელვადიან სამხედრო კამპანიას, რომლის წამოწყებასაც ჩინეთი აპირებს. ჩინეთის ეკონომიკა პრობლემებშია. საცხოვრებელი ბუშტი აფეთქების ზღვარზეა და ეს მნიშვნელოვნად დააზიანებს ჩინეთის შესაძლებლობას გააგრძელოს ტაივანში შეჭრა. ატლანტიკური საბჭოს განცხადებით, იანვარში ჩინეთის საცხოვრებელი ბაზარი უკვე მეხუთე წელია, რაც ვარდნაშია. ანალიტიკური ცენტრის თქმით, ჩინეთის ბაზარზე 80 მილიონი გაუყიდავი საცხოვრებელი ერთეულია. ასევე მათი თქმით, ერთი ჩინელი ეკონომისტი თვლის, რომ მომდევნო წლებში ჩინეთში დეველოპერებისა და სამშენებლო კომპანიების 80% ბაზარს დატოვებს. ჩინეთში არსებობს მთელი მოჩვენებითი ქალაქები, რომლებიც აშენებულია, მაგრამ უმეტესად დაუკაცრებელია და ნელ-ნელა იქცევა გადაჭარბებული ინვესტიციების დალპობილ ნარჩენებად, ნებად იმ ინდუსტრიაში, რომლის ზრდაც ჩინეთს ეგონა, რომ არასოდეს შეჩერდებოდა. DW ამატებს, რომ ჩინეთში უძრავი ქონების ბუშტმა უკვე აიყვანა, ბინების ფასების საშუალო ხელფასის 17-ჯერ მეტზე, რაც უმეტესობისთვის უბრალოდ მიუწვდომელია. და სწორედ ეს ხსნის, რატომ არსებობს მოჩვენებითი ქალაქები. ჩინეთის უძრავი ქონების ბუშტი თითქმის მაქსიმუმამდეა გაზრდილი, მალე ის გასკდება. და როცა ეს მოხდება, მას ჩინეთის მთელი ეკონომიკა მიხვება. შეგიძლიათ იკამათოთ, რომ ბუშტი უკვე გასკდა, რადგან ჩინეთი უკვე ჩავარდნაშია და აღდგენის მცირე ნიშანიც კი არ ჩანს. მაგრამ როგორც სიტუაცია გაუარესდება, ჩინეთის ეკონომიკური სისუსტეები უფრო თვალსაჩინო გახდება. საცხოვრებლის გარდა ჩინეთის ეკონომიკა ძლიერ არის დამოკიდებული ექსპორტზე. იაპონია, აშეთეში, სამხრეთ კორეა და ტაივანი ჩინეთის ექსპორტის 21,11% შეადგენენ. თუ ჩინეთი ტაივანს შეიძრება, ყველა ეს 4 ქვეყანა შეიძლება შეწყვიტოს ყიდვა და ჩინეთს სერიოზული პრობლემები შეექმნება. ევროპის კავშირი, როგორც კოლექტიური ერთეული, კიდევ ერთი მთავარი მომხმარებელია. ისიც შეიძლება შეწყვიტოს ყიდვა, რაც ჩინეთს კიდევ უფრო მეტ ზეწოლას მოახდენს. ინდოწყნარი ოკეანისა და მიმდებარე რეგიონებში ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ფილიპინები და ვიეტნამი, შესაძლოა ასევე შეწყვეტონ ყიდვა, რადგან ისინი უკვე ეცილებიან მინერალურ უფლებებსა და მცირე კუნძულების კონტროლს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, რაც ნიშნავს, რომ ჩინეთის ეკონომიკური სისუსტის მომენტს აუცილებლად გამოიყენებენ. და ჩინეთს ამ ყველაფერზე ბევრი არაფერი შეუძლია. მას აქვს პროდუქციაზე დაფუძნებული ეკონომიკა და თითქმის არ გააჩნია ბუნებრივი რესურსები, როგორიცაა ნავთობი და გაზი, რომლებსაც შეიძლება დაეყრდნოს, როგორც ამას რუსეთი აკეთებს, რათა შექმნას ჭრილოვანი ეკონომიკა და გააგრძელოს ომი უკრაინაში. ფული უბრალოდ აღარ შემოვა. და როდესაც ტაივანზე შეჭრა დაიწყება და მეტი თანხა სამხედრო ხარჯებში გადაიტანება, ეს პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდება. საცხოვრებელი კრიზისი ფართოვდება და ჩინეთი იმავე ეკონომიკური დაობვის გზას დაადგება, რასაც ახლა რუსეთში ვხედავთ. აქ აშკარა რამეს ვითქვით. ჩინეთს ფული სჭირდება, რომ ტაივანზე შეჭრა გააგრძელოს. თუ მისი ეკონომიკა დაინგრევა, რასაც სხვა ქვეყნების მხრიდან ჩინეთზე სავაჭრო ზეწოლად შეუწყობს ხელს, ეს იქნება სასიკვდილო დარტყმა შეჭრისთვის, რომელიც თავიდანვე ძალიან დიდ რისკს შეიცავს. და კიდევ ერთხელ, ტაივანს ბევრი არაფრის გაკეთება მოუწევს, გარდა იმისა, რომ ჩინეთთან ვაჭრობა შეწყვიტოს და შემდეგ თავისი ჩიპების ინდუსტრიასა და მის მნიშვნელობაზე დაკრდნობით, მოკავშირეები დაარწმუნოს, რომ ზეწოლა გააძლიერონ. ამიტომ ტაივანის გეგმა ჩინეთის შეჭრის შემთხვევაში მარტივია. მოდით შემოვიდნენ. ტაივანის გეოგრაფიის, თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიებისა და გეოპოლიტიკური მნიშვნელობის კომბინაცია ნიშნავს, რომ მას შეუძლია გაუძლოს ამ ქარიშხალს. ჩინეთი ამას ვერ გაუძლებს, პირდაპირ მნიშვნელობითაც ტაივანის სრუტეში და ვერც ეკონომიკურად, სამხედრო თვალსაზრისით თუ იმ გეოპოლიტიკური კატასტროფის პირობებში, რომელშიც სი ძინპინის გეგმების განხორციელების შემთხვევაში აღმოჩნდება. ინვაზია დასრულებულია, სანამ საერთოდ დაიწყება. ტაივანს ყველა კოზირი აქვს. ეხლა წარმოიდგინეთ ეს, რა მოხდება თუ უკრაინა ჩაერთვება. მას შემდეგ, რაც უკრაინა მსოფლიოში დრონების ექსპერტად ჩამოყალიბდა, არ არის რთული წარმოდგენა, რომ უკრაინა ტაივანს საზღვაო დრონებს შესთავაზებს, რაც ტაივანის სრუტეს კიდევ უფრო საშიშს გახდის. ევრომაიდან პრესი იუცხება, რომ უკრაინა უკვე ცდილობს დრონების შეთავაზებას ტაივანისთვის და ეს დრონები, საზღვაო თუ საჰაერო, საკმარისზე მეტად საშიშია, რომ ტაივანის სრუტეში, ჩინ სრუტეში ჩინეთისთვის კიდევ უფრო მეტი პრობლემა შექმნას. სურთ ნახოთ რატო? მაშინ ნახეთ ჩვენი ვიდეო, სადაც ვსაუბრობთ უკრაინის მიერ რუსეთის საზღვაო ფლოტზე განხორციელებულ სოფლიოში პირველი ამ ტიპის თავდასხმაზე. თუ მოგწონთ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოწერა, რომ სამხედრო შოუს მეტი ვიდეო ნახოთ. და როგორც ყოველთვის, მადლობა ყურებისთვის.